ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკება დასრულებულია. როდის გაიხსნება ქართული პროდუქციისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზარი? გახდება თუ არა შესაძლებელი ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაცია და როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესზე 1 მილიარდ 400 მილიონიან ბაზარზე გასვლა? ნიკა მუკბანიანიდი ამბობთ. რა ოპერატიული ინფორმაციას ფლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით? ვის ინტერესში შედის წინასაარჩევნო ვითარების დაძაბვა? რა ნაბიჯებს დგამს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროვოკაციების ასაცილებლად და როგორია ხელისუფლების პოზიცია? რეზი ხუციშვილი კი ამბობთ. საღამომშვიდობისა ეს 20:30-ია გადაცემის ნახვა 20:30-ის Facebook გვერდზე შეგიძლიათ გადაცემის მოსმენა კი რადიო უცნობის საშუალებით FM 98 და 1-ზე. მე მაკაცინცაძე ვარ 20:30 ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. სასამართლომ ცესკოს გადაწყვეტილება გააუქმა და თოფაძე მრეწველებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ, რაში ადანაშაულებს გოგი თოფაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 20:30 შეკითხვებს მრეწველთა ლიდერი უპასუხებს. რა ხდება თამაზ მეჭიაურის პარტიაში, რა აერთიანებთ გუნდის წევრებს და რატომ ტოვებენ პარტიას თანაგუნდელები? თამაზ მეჭიაური დღეს ასევე 20:30-ში. რატომ საუბრობს სოსო შატბერაშვილი ლეიბორისტებსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის გარიგებაზე და რატომ აცხადებს შალვა ნათელაშვილის ყოფილი თანაგუნდელი, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა დიდი ქონება ბინძური გარიგებით დააგროვა. სოსო შატბერაშვილის სტუმრად დღეს 20:30-ში, მანამდე კი დღის სხვა თემები. მილიარდ ნახევრიანი ბაზარი და ნულოვანი ტარიფი ქართული საექსპორტო პროდუქციისთვის ეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის 7 თვიანი მოლაპარაკების შედეგია. ქართული ღვინო, მინერალური წყალი და სხვა აგროპროდუქტები 2017 წლის მეორე ნახევრიდან ჩინურ ბაზარზე ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე გავა. რას გულისხმობს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, როგორ აისახება ქართულ ეკონომიკაზე მილიარდ ნახევრიანი ბაზრის გახსნა და რა მოლოდინი აქვთ ქართველ მეწარმეებს? ნიკა მუკბანიანი, ჯაბა ჩიტიძე დეტალებით. ქართულ ღვინოს ჩვენს პროდუქციას კომპანია კახური ტრადიციული მეღვინეობის დირექტორი იმ პროდუქციას გვიჩვენებს, რომელიც ჩინეთში საექსპორტოდ გააქვს. ამბობს, რომ 35 სახეობის ღვინის ექსპორტს 6 წელია ახორციელებს. ჩინურ ბაზარზე გააქვს სხვა აგროპროდუქტებიც. ზურაბ ჩხაიძე ჩინური მხრიდან ქართულ პროდუქციაზე ყოველწლიურად მზარდ მოთხოვნაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ექსპორტის რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის. საკმაოდ დიდი ბაზარია, საქართველოს არის მათთვის პოპულარული და ჩვენ ახლა უნდა გადავდგათ სწორი ნაბიჯები, უნდა იყოს უფრო მეტი ესე ვთქვათ კონტროლი ხარისხზე, რომ ჩვენი თავი წარმოვაჩინოთ, კარგი პოზიციონირება, რომელიც უკვე გაგვაჩნია, ეს შევინარჩუნოთ და ეს იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის ერთი დიდი ამოსუნთქვა. ქართული ღვინო ჩინეთში საექსპორტოდ ემზადება დუგლაძეების ღვინის კომპანიაშიც. კომპანიის დირექტორი წელს ჩინეთში მილიონამდე ბოთლი ღვინის გაყიდვას გეგმავს. ამბობს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ჩინეთში ქართული პროდუქცია გაცილებით კონკურენტუნარიანი გახდება. ძალიან მზარდი ბაზარია ჩინეთის ბაზარი და აქედან გამომდინარე, როდესაც შევა ზალაში ნულოვანი ტარიფი, საბაჟო ტარიფი, ეს ერთიორად გაზრდის რეალიზაციას იმის გამო, რომ გახდება უფრო კონკურენტუნარიანი ფასიდან გამომდინარე ქართული პროდუქტი, ქართული ღვინო. ქართული ღვინო, მინერალური წყალი და სხვადასხვა სახის აგროპროდუქტი. ის ქართული პროდუქციაა, რომელიც საქართველოდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ნულოვანი ტარიფით გავა. სავაჭრო სამრეწველო პალატაში შეთანხმებისა და ჩინური ბაზრის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ექსპერტები კი აქცენტს სავაჭრო ბრუნვის ზრდასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაზე აკეთებენ. ეს არის გზა და საშუალება იმისა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში როგორც სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიღწევა შესაძლებელი გახდეს, ამავდროულად გახდეს შესაძლებელი მოვიზიდოთ ძალიან დიდი ოდენობის ინვესტიციები, რაც თავისთავად ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების და მნიშვნელოვანი სოციალური გარანტიების შექმნის საფუძველი გახდება. ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან გაიზარდა. სულ რაღაც 1 თვის წინ პალატის ჩართულობით და ორგანიზებით გავიდა 10 ტრაილერი ღვინო და საკონსერვო სასურსათო პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე და
მიღწეული შეთანხმებები კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს ამ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში არ გამორიცხავენ, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ ტრანსნაციონალურ კომპანიებს წარმოების საქართველოში გადმოტანისკენ უბიძგოს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ძალაში უკვე შევა 2017 წელს და არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომ შექმნა წარმოება ან გადმოიტანონ წარმოება ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში და შემდეგ არსებული დერეფნით, აბრეშუმის გზით მოახდინოს შექმნილი პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის რესპუბლიკაში. ეს ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, გაზრდის ქვეყნის მიმზიდველობას. ჩინურ მხარესთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაზე პირველი განცხადება ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა კი მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს განვითარების გზა უწოდა. ჩვენ ვავითარებთ ქართული ღვინის მაღაზიების ქსელს ჩინეთში და ვფიქრობთ, რომ ჩინეთი გახდება ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და არა მხოლოდ ღვინის, ბევრი სხვა სასაქონლო დასახელებების მიმართულებით. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ვფიქრობთ, რომ აბრეშუმის გზის განვითარებისთვის ამას ეკნება უდიდესი მნიშვნელობა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ღვინოზე და აგრარულ პროდუქტებზე ჩინეთმა თავის პარტნიორ ქვეყანას მისცა შესაძლებლობა ყველანაირი გარდამავალი პერიოდის გარეშე გაინულებინა საბაჟო ტარიფები. 2017 წლის მეორე ნახევრიდან ქართული პროდუქცია ჩინურ ბაზარზე ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე გავა. საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გაფორმებული აქვს ევროკავშირთანაც, რის შედეგადაც ქართულ ბიზნესს 9 მილიარდიანი ევროპული ბაზარი გაიხსნა. 13 ავტომანქანა, 5 კვადროციკლი და 2 მიწის ნაკვეთი მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილები დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონო ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდათ. პროკურატურის ინფორმაციით ვაჟა ციგროშვილს, ფრიდონ ბარათაშვილსა და დავით კუპატაძეს 2008-2010 წლებში ზეწოლისა და მუქარის შედეგად მათ საკუთრებაში არსებული ქონება დაათმობინეს და ჩუქების ხელშეკრულება გააფორმებინეს. ქონების ჩამორთმევიდან დაბრუნებამდე თამარ ციკლაურიგი ამბობთ. Toyota Prado, Toyota Hilux, Toyota Camry, Hyundai Tucson, სულ 13 ავტომანქანა და 5 კვადროციკლი. ეს არის თითქმის 9 მილიონი ლარის ღირებულების ქონება, რაც ვაჟა ციგროშვილს 2008 წელს თავისუფლების სანაცვლოდ დაათმობინეს. ციგროშვილი 6 წლის წინ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტის დამზადებისთვის დააკავეს. საპროცესო შეთანხმებისა და საპატიმროს დატოვების სანაცვლოდ კი 9 მილიონი ლარის ავტომანქანების შეძენა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში უთხრეს, რომ საპატიმროში დარჩებოდა არა მხოლოდ ის, არამედ იგივე ელოდათ მის ნათესავებსა და მეგობრებსაც. გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ არ გადავხდით თანხას, დაიწყებ დაკავებას, იყო ჩემი საახლობლო ნათესავები, კობა კობალაძე, რომელზეც თქვეს, რომ მაინც რამენაირად ამ ადამიანს ეცდებია რომ დააკავონ და მე არ გავხდარიყავი ამის მიზეზზე. იყო შემოთავაზება, რასაც მოყვა მე ჩემი ერთ-ერთი ნათესავის დაკავება, გოგონასე. ფაქტიურად შეიქმნა ის გარემო, რომ ნებისმიერი ადამიანი შემაგივრად, ალბათ გააკეთებდა იმას, რაც მე გავაკეთე. აი ეს არის ის მიწის ნაკვეთი, რომელიც წლების განმავლობაში ჩამორთმეული მქონდა. ვაჟა ციგროშვილის მსგავსად ქონების დათმობა 2010 წლის მარტში მისი და ოჯახის წევრების თავისუფლების სანაცვლოდ მოუხდა დავით კუპატაძესაც. ამ შემთხვევაში მას 240.000 ლარად ღირებული თბილისში მდებარე 490 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დაათმობინეს. სისტემატურად მიბარებდნენ ფინანსურ პოლიციაში, იქ ხორციელდებოდა ზეწოლა, მუქარა დაკავებაზე, ჩემი ოჯახის წევრების დაკავებაზე და 2011 წელს მაიძულეს და აღნიშნული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ვაჩუქე. ეს კი მიწის ნაკვეთია ქუთაისში, სულხან საბას გამზირზე, რომელიც ფრიდონ ბარათაშვილმა კერძო კომპანიისგან 2008 წელს შეიძინა. თუმცა მის მიერ შეძენილი 12.027 კვადრატული მეტრიდან ზუსტად ერთ წელში 7.000 კვადრატული სახელმწიფოსთვის ჩუქება მოუხდა. ჩუქების ხელშეკრულებას ხელი ბარათაშვილმა პროკურატურაში რამდენიმე დაბარებისა და კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ მოაწერა. თუ არ დათმობო, გაგიჯირავთო და დათმობ მე ასე მეცხრე გამომიშვით. იმ საღამოს და მე ისევ დამიბარენ, რომ მოხდა ჩუქების ხელშეკრულება, ვიდრე რომ დაგაყავებთო, დაგიჯირავთო და იზოლებული გავხდი დამეთმო ჩუქების სახით.
სამივე დაზარალებულ წლების წინ დათმობილი ქონება პროცედურების გავლის შემდეგ საკუთრებაში დაუბრუნდებათ. ჩამორთმეული ქონება ახლა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსია. პროკურატურამ სამინისტროს შუამდგომლობით მიმართა, რათა მთავრობის განკარგულებით დაზარალებულებს კუთვნილი ქონება დაუბრუნდეთ. რაც შეეხება ქონების უკანონო ჩამორთმევაში მხილებულ საჯარო მოხელეებს, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ და სწორედ ამიტომ პროკურატურა მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას არ დაიწყებს. საჯარო მოხელეები, რომლებიც ფიგურირებენ მოქალაქეთათვის ქონების უკანონო ჩამორთმევაში, ისინი თანამშრომლობენ გამოძიებასთან. გამოძიება გრძელდება სწორედ ზემდგომ თანამდებობის პირებზე, იმ პირებზე, რომელთა დავალებითაც და რომელთა იდეითაც ხორციელდებოდა მოქალაქეებისათვის ქონების უკანონო ჩამორთმევა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 44 ფაქტი. ხილებულია 32 საჯარო მოხელე. 7 პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა. 23 პირის მიმართ გამოყენებულია დისკრეციული უფლებამოსილება. დაზარალებულად ცნობილია 79 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდა და დაბრუნების პროცესშია 17 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება. მათ შორის 65 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინა, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი და მიწის ნაკვეთები. შინაგან საქმეთა მინისტრი არჩევნების პერიოდში ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაძლო მცდელობაზე საუბრობს. მღებრიშვილი არ აკონკრეტებს, რომელი პარტიიდან შეიძლება მოდიოდეს პროვოკაცია, თუმცა ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მცდელობის აღმოფხვრისთვის მზად არის. ოპოზიციური პარტიები კი მინისტრის განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებენ და მღებრიშვილს ურჩევენ განცხადებების ნაცვლად შესაძლო პროვოკაციებზე რეაგირება მოახდინოს. თემაზე რეზი ხუციშვილი მუშაობდა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გარკვეულ პარტიებს დესტაბილიზაციის სურვილი აქვთ. ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრს ეკუთვნის. გიორგი მღებრიშვილი ამ განცხადებას, როგორც თავად ამბობს, ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს. ქვეყნის პირველ პოლიციელს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ სამინისტრო ყოველგვარი პროვოკაციის პრევენციისთვის მზად არის. არის ინფორმაციები, რომ რიგი პარტიებისა აპირებენ არჩევნების პერიოდში და არჩევნების შემდგომაც გარკვეულ პროვოკაციებს. მე ახლა თავ შევიკავებ დეტალების გამჟღავნებისგან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამ მიმართულებით აბსოლუტურად მობილიზებულები ვართ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია ყველა ძალა და რესურსი იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს. რომელ პარტიებს გულისხმობდა გიორგი მღებრიშვილი, მინისტრს არ დაუკონკრეტებია. რამდენიმე დღის წინ საარჩევნო პროცესში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე საუბრობდა ქართული ოცნება. ორგანიზაცია საქართველოს განვითარებისთვის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, რომელიც უკრაინაში მოღვაწეობდა, ამბობს, რომ ფლობს გარკვეულ ინფორმაციას შესაძლო არეულობასთან დაკავშირებით. აგვისტოს თვის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გადიოდნენ ცვრნას, ეგრეთ წოდებული ავტომაიდანის ყოფილ ხელმძღვანელებთან, როგორც ჩანს გარკვეული ჰონორარის სანაცვლოდ დააპირეს, ასე ვთქვათ, ნაციონალების აქტივისტების გაცვლა. გულისხმობს მანქანების კოლონის ორგანიზებას და მანქანების კოლონით ბლოკირებას სახელმწიფო დაწესებულებების, ჩინოვნიკების სახლების, ძალოვანი სტრუქტურების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების. ნაციონალურ მოძრაობაში ამრავლდებისთვის არ უპასუხიათ. გიორგი მღებრიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით კი აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელია და ასეთი განცხადებები ქვეყნის დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მისი ესეთი პოლიტიკური განცხადებები, პოლიციის ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში, ეს არის ძალიან დიდი ზიანი არა რომელიმე პარტიისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის და მას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რამხელა პასუხისმგებლობას ატარებს ქვეყნის წინაშე. მესმის, რომ დღევანდელ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც სისხლიანი კვალი დატოვეს საქართველოს უახლეს ისტორიაში. თუ ისინი რამეს აპირებენ, მე მგონი ხვდებით ვიზე საუბრობ, ამისთვის არის საჭირო მოკვლევა, მტკიცებულებები უტყუარი, თუ ბატონ მინისტრს და სამინისტრო ზოგადად რაიმე სახის ოპერატიული სამძებრო ინფორმაცია გააჩნია, ამაზე დღე-გამოშვებით კი არ უნდა ისაუბრონ ყელმოღერებულად ტელეკამერების წინაშე, არამედ უნდა მიხედონ საქმეს, დააკავონ დამნაშავე პირები. მართლ გუნდში განმარტავენ, რომ მთავრობა რაიმე სახის პროვოკაციას და დესტაბილიზაციას არ დაუშვებს. იუსტიციის მინისტრი კი დარწმუნებულია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს მტკიცებულებები რომ არ ჰქონდეს, ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი მინისტრი არის ის ინსტიტუტი და სტრუქტურა, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ინფორმაციას ფლობს და როდესაც ინფორმაცია გარეთ გამოდის, ის არის მრავალ მტკიცებულებაზე დაფუძნებული. თავარი არის ერთი, რომ ჩვენ ძალადობა, არეულობა ჩავაბარეთ წარსულს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებობს სწორედ იმისთვის, რომ ეს არ დაუშვას და ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი. კვირიკაშვილმა მღებრიშვილს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ სთხოვა ყველა შესაძლო პროვოკაციაზე რეაგირება. მინისტრი რასაც საუბრობდა, აქვს საფუძველი ამ საუბრს. პრეზიდენტი კი პრეს-სპიკერის საშუალებით აცხადებს, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა 7 საარჩევნო გარემო უნდა უზრუნველყონ. ორწლიანი მუშაობის ნულოვანი შედეგი ასეთია საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა, რომელიც 2013 წლის დეკემბერში საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით შეიქმნა, თუმცა კონსტიტუციაზე მომუშავე კომისიამ არათუ ქვეყნის ძირითად კანონში ვერ შეიტანა ცვლილებები, არამედ არსებობის განმავლობაში მხოლოდ 3-ჯერ მოახერხა შეკრება. შედეგად ვერც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მოხერხდა კანონ-პროექტის მომზადება. კომისიის წარუმატებლად მუშაობას მისი ხელმძღვანელებიც აღიარებენ, თუმცა რატომ ვერ დადო შედეგი საკონსტიტუციო კომისიამ და როგორია ამ ფაქტის შეფასებები. თემით გენო სიყმაშვილი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. გენო, მოგესალმები და გისმენთ. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიაში სულ 60-მდე წევრი შედიოდა, მათ შორის როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო კომისიის წევრები. საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარები, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და ასე შემდეგ. 2 წლის შემდეგ წარუმატებელი მუშაობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი სხდომებზე არ დასწრება და ქვორუმის არარსებობა დასახელდა. კომისიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი განმარტავს, რომ პირველ რიგში სხდომებს ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წევრები არ ესწრებოდნენ და ქვორუმის პრობლემაც აქედან იქნებოდა. ჟურნალისტების კითხვაზე კი რატომ არ გააკეთა ამ ხნის განმავლობაში განცხადება, თემაზე უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, მისი აზრით კომისიის მუშაობაზე საჯარო განცხადებების სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არის, თუმცა ასეთი განცხადებებით მან ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს არაერთხელ მიმართა ოფიციალური წერილით. მოვახსენებ პოლიტსაბჭოს წევრებს დაახლოებით 2 წლის წინ. საკონსტიტუციო კომისია ვითარება კომისიას გაგრძელებული ვადაც ეწურება. კომისიის ხდომას არ ვიწევ და ამით ვარღვევ კომისიის დებულებას უკვე 8 თვეა. მივმართავ ჩემს კოლეგებს კოალიციის პოლიტსაბჭოში. ამას წერ 2 წლის წინ გულის ტკივილით საქმის ინტერესიდან გამომდინარე, რომ კომისიას მიეღწია რამე შედეგისთვის. არაფერი აქედან. მას მერე წერ უკვე ელექტრონული პოსტით კოალიციის წევრებს და ლიდერებს. გიგზავნით მასალას საკონსტიტუციო ცვლილებების თემებზე სავარჯიშოდ. ჯერ ფრაქციაში რეჟიმში განვიხილოთ და მერე იქნებ ერთობლივად. და აქ ჩამოთვლილი მაქვს დაღეჭილი სათითაო 1 2 3 7 8 9 10 ყველა საკითხზე თუ კი რაიმე ეხებოდა კონსტიტუციას და კონსტიტუციურ საკითხებს. რეაქცია 0. საკონსტიტუციო კომისია 5 სამუშაო ჯგუფისგან შედგებოდა. სწორედ ამ ჯგუფებს უნდა მოემზადებინათ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები. კომისიის თავმჯდომარები კი ვახტანგ ხმალაძე, ლევან ბეჟაშვილი, მანანა კობახიძე, პატა ცნობილაძე და ლევან ბოძაშვილი იყვნენ. დღეს მათაც განაცხადეთ, რომ კომისიამ ვერ იმუშავა და ამის ძირითად მიზეზად თავად პოლიტიკოსთა მხრიდან საკითხებისადმი ინტერესის არარსებობა დაასახელეს. ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, რომელიც ამ კომისიაში პარლამენტის პრეზიდენტის და მთავრობის საკითხთა ჯგუფის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, ასევე მთავარ პრობლემად ხელისუფლებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის შეუთანხმებლობას დაასახელა. მოგეხსენებათ, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას დეპუტატთა 113 ხმა ჭირდება. შესაბამისად, ოპოზიციის მხარდაჭერაც აუცილებელია. ფაქტობრივად ამ მოსაზრებას ეთანხმება კომისიის კიდევ ერთი წევრი ზურაბ ბაბაშიძე. მისი თქმით, კომისიის შექმნა თავიდანვე არასწორი იყო, რადგან პოლიტიკურ სპექტრში არც ერთ საკითხზე არ არსებობდა ერთიანი პოზიცია. ნაციონალური მოძრაობა კი სხდომებზე არ დასწრებას იმით ხსნის, რომ კომისია ქვეყნის ინსტიტუტების დასუსტებისთვის შეიქმნა, რომელშიც ისინი მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ჩვენ არ მივიღებდით აქტიურ მონაწილეობას იმ კომისიის მუშაობაში, რომლის ერთ-ერთი მიზანიც გახდათ ქართველი ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევანის უფლების მოპარვა და ამ გზით ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის გაძლიერება და დაკანონება. მე მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ მიმეღო საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობა და ჩემი ფუნქცია ქონოდა იქ, მაგრამ სამწუხაროდ ხედავდით იმას, რომ ეს თავიდანვე ვერ მოიტანდა რაიმე შედეგს და არ იყო წარმატებაზე ორიენტირებული. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვამბობ, პასუხისგებლობას ოპოზიციის მხრიდან თუ მეკისრება ვიზიარებ. იყო ნაკლები ინტერესი, არ იყო შესაბამისი თანამონაწილეობა, სხდომაზე აქტიური დასწრების თვალსაზრისით, რაც აუცილებელი იყო გადაწყვეტილებების მისაღებად. ანუ დამუშავდა წინააღმდეგობები, იყო წარმოდგენილი, თუმცა გადაწყვეტილებები ვერ მიიღო კომისიამ სწორედ იმიტომ, რომ არ იყო კვორუმი. მე მთლიანად გავიზიარებ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ მეც ვიყავი ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელი, ამიტომ
თუ რაიმე საყვედური ითქმის, მეც ვიზიარებ მთლიანად პასუხისმგებლობას. სამუშაო რაც შესრულდა და რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა პროექტებში, რომელიც კომისიის ფარგლებში წარდგენილი იყო სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან, ყველაფერი ეს არის თავმოყრილი და როგორც ესეთი ეს არსებობს როგორც დაწერილი მასალა, მაგრამ თავარი ისთვისაც იყო კომისია შეკრებილი, ის რომ კომისია შეემუშავებულა კონსტიტუციური კანონის პროექტი, ეს პროდუქტი ვერ დაიდო. თავად უმრავლესობა მიუხედავად უსუფაშვილის და ჩემი არაერთი მცდელობისა, ვერ ჩამოყალიბდა როგორი ცვლილებები უნდა. ანუ ეს პოზიცია არ არსებობდა. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცესი იმდენად რთულია და იმდენად მაღალი კორომი სჭირდება, რომ მოლოდინი შეთანხმების მიღწევისა პრაქტიკულად არ არსებობდა. რაც გინდა ეთქვა უმრავლესობას, ამაზე უარს ამბობდა ნაციონალური მოძრაობა და პირიქით. საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით საკონსტიტუციო კომისია 2013 წლის ბოლოს 7 თვის ვადით შეიქმნა, თუმცა შედეგის ვერ მიღების გამო 7 თვის გასვლის შემდეგ კომისიას მუშაობის ვადა კიდევ ორჯერ 6 თვით გაუხანგრძლივდა, თუმცა შედეგი იგივე დადგა. ასამდე ცვლილების შემუშავების მიუხედავად ერთი მათგანიც კი არ გასულა პარლამენტის სხდომებზე სამშელოდ. ასე ამოეწურა საკონსტიტუციო კომისიას 2016 წლის მარტში ბოლო ვადაც. მადლობა გენო ციყვაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. სირიაში მშვიდობის დამყარების კიდევ ერთი მცდელობა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მიერ მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება ძალაში შევიდა. ალეპოს თავზე სამხედრო თვითმფრინავები აღარ გამოჩენილან, თუმცა ჯონ კერი აცხადებს, რომ დასკვნის გაკეთება ნაადრევია. თებერვალში მოსკოვისა და ვაშინგტონის შუამავლობით მიღწეულმა სამშვიდობო შეთანხმებამ მხოლოდ რამდენიმე კვირა გასტანა. სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირველი დღე, ნახეთ ქეთი ჩოხელის რეპორტაჟში. სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ზავის პირველმა ღამემ 5-წლიანი კონფლიქტით მოწულ ქვეყანაში მსხვერპლის გარეშე ჩაიარა, თუმცა ზოგიერთ რაიონში სროლის ხმა ისმოდა. სისხნარია ალეპოში, სადაც ბოლო დღეებში ყველაზე ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობდა. მადლობა ღმერთს, დღეს აქ თვითმფრინავები არ გამოჩენილა. ხალხიც დამშვიდდა და ქუჩებში გამოვიდა. აქამდე ქუჩაში გამოსვლას ვერავინ ბედავდა. ჯონ კერი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი ზავი შესაძლოა სირიაში მშვიდობის დამყარების უკანასკნელი შანსი იყოს. სახელმწიფო მდივნის თქმით, სირიიდან მიღებული ცნობების თანახმად ქვეყანაში ძალადობის დონე მიკლო, თუმცა კერი ნაადრევი დასკვნების გაკეთებისგან თავს იკავებს. გეგმის მთავარი ელემენტია მთელი ქვეყნის ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარება, რომელიც არ გავრცელდება მხოლოდ ალ-ნუსრას ფრონტსა და დაეშზე. წინასწარი მონაცემებით სამშვიდობო შეთანხმების ძალაში შესვლით ძალადობა მიკლო, თუმცა გარკვეულ რაიონებში შეტაკებების შესახებ ცნობები მივიღეთ. ასე რომ ჯერ ძალიან ადრეა დასკვნების გაკეთება. ზოგადად კი ვითარება მშვიდია. რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, თუ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სირიაში ერთ კვირას შენარჩუნდება, მოსკოვი და ვაშინგტონი ჯიჰადისტების წინააღმდეგ ერთობლივ ოპერაციას დაიწყებენ. შეიქმნა საკოორდინაციო ცენტრი. ხას უსვამ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად ისლამური სახელმწიფოსა და ალ-ნუსრას ფრონტის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება. სამიზნეების გამოსავლენად რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები შექმნიან ერთობლივ ცენტრს, რომელიც კოალიციისა და რუსეთის ძალების საჰაერო დარტყმების კოორდინაციის საშუალებას მოგცემს. თურქეთიდან სირიაში გაემართა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ავტოკოლონა. გაეროში აცხადებენ, რომ უმთავრეს მიზანს ბლოკადაში მყოფი სირიელების დახმარება წარმოადგენს. ჩვენ მზად ვართ ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიტანოთ ალყაში მყოფ დასახლებებში, მათ შორის აღმოსავლეთ ალეპოში, სადაც მცხოვრები 275,000-მდე ადამიანისათვის გაეროს დახმარება ივლისის შემდეგ არ ჩაუტანიათ. პირველ რიგში თურქეთიდან საკვებ პროდუქტს აღმოსავლეთ ალეპოში ჩავიტანთ. სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედებამდე 2 დღით ადრე სამთავრობო ძალებმა სირიაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი რაიონები დაბომბეს. იდლიბსა და ალეპოში განხორციელებულ ავიადარტყმებს 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა. სირიაში 5-წლიანი კონფლიქტის შედეგად 300,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 15,000-ზე მეტი ბავშვი. ახლა რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ. სოლიდარობის ფონდის მიერ მობილიზებული 7 მილიონამდე ლარი და 281 გადარჩენილი სიცოცხლე. რა თანხით ეხმარება ფონდის სიმსივნით დაავადებულ 22 წლამდე ბენეფიციარებს და როგორია ბენეფიციართა შეფასებები? ნახეთ მაკალაშხიას რეპორტაჟში. და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ვარძიის სამონასტრო კომპლექსში და რა ფორმით ჩაერთვება რეგიონის ტურისტულ ქსელში ისტორიული სოფელი ჭაჭკანი. ვინ აწარმოებს მე-18 საუკუნის ისტორიული ძეგლის აღდგენით სამუშაოებს და რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის.
2030 პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ყაზტრაზგაზ თბილისის შესაძლოა საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა შეიძინოს მოსალოდნელი გარიგების დეტალებს მხარეები არასაჯაროებენ, თუმცა ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტრომ უკვე დაადასტურა. ყაზახური კომპანია, რომელიც დედაქალაქის გაზმომარაგებას უზრუნველყოფს, ქართულ ბაზარზე 10 წელია ოპერირებს, თუმცა დავალიანების გამო 2009 წლიდან მარეგულირებელი კომისიის მიერ დანიშნული დროებითი მმართველი მართავს. 7 წლის შემდეგ შეიცვალა თუ არა მდგომარეობა ყაზტრაზგაზ თბილისში და რა მოლოდინი აქვთ სპეციალისტებს, ნახეთ მარიამ სეთურიძის და გიორგი კიკვაძის რეპორტაჟში. 10 წლიანი ოპერირების შემდეგ ყაზმუნაი გაზი შესაძლოა თბილისის გაზმომარაგებიდან გავიდეს. ყაზტრანსგაზ თბილისის შეძენას საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გეგმავს. ოფიციალური კომენტარისაგან ჯერჯერობით ორივე მხარე თავს იკავებს, თუმცა ამ ინფორმაციას ადასტურებენ ენერგეტიკის სამინისტროში. ყაზმუნაი გაზის მხრიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ყაზტრანსგაზ თბილისის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით ყაზახური მხარე მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუმცა პროცესის დეტალები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის ცნობილი არ არის. მოლაპარაკებებში მხარეებს კერძო კომპანიები წარმოადგენენ. ამ ეტაპზე მე ვერაფერს დაგიდასტურებთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ყველა სახის საკითხზე მოლაპარაკებები ასტანიდან მიმდინარეობს. ყოფილ თბილგაზში ყაზახური მენეჯმენტის შესვლიდან 3 წლის შემდეგ გაირკვა, რომ კომპანიას 80 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანება დაუგროვდა. აქედან 68 მილიონი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვალს წარმოადგენდა. დავალიანების ამოღების მიზნით ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ ყაზტრანსგაზ თბილისში სპეციალური მმართველი დანიშნა. სემეგში განმარტავენ, რომ დროებითი მმართველის დანიშვნიდან 7 წლის შემდეგ დავალიანების ნაწილი დაფარულია. დარჩენილი არის დაახლოებით 60 მილიონი ძირი რაც არის, ეს გახლავთ დავალება ფინანსთა სამინისტროს მიმართ, რომელიც მას გადასცა ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, შესაბამისად წლების განმავლობაში ეს ვალი მუდმივად მცირდებოდა. ამასთან სპეციალური მმართველი უზრუნველყოფდა, რომ ქალაქ თბილისის მოსახლეობას და მომხმარებლებს არ ქონოდათ პრობლემები გაზ მომარაგებასთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენებისა და დაგროვილი დავალიანების გამო კომპანიის შესაძლო გასხვისებაზე საუბარი არ გაკვირვებია ანალიტიკოს ლიანა ჯერვალიძეს. ის ქართული კომპანიის მიერ დედაქალაქის ბუნებრივი აირით შესაძლო უზრუნველყოფას მიესალმება, თუმცა ბაზრის მონოპოლიზების საფრთხეს ხედავს. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი და მასში შემავალი საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია ყალიბდება უმსხვილეს მოთამაშედ საქართველოს ბაზარზე. მის ხელში თუ გადავიდა თბილისის გაზმომარაგების საკითხიც, ამ ჯგუფის მნიშვნელობა ამ ბაზარზე იქნება ფაქტობრივად ძალიან დიდი და მას ტოლფარდი და თანაბარწონიანი არ დამაბალანსებელი ძალა აღარ ეყოლება ამ ბაზარზე. ყაზახურმა კომპანიამ თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია თბილგაზი 12 მილიონ 500 დოლარად 2006 წელს შეიძინა. 10 წლის შემდეგ კი შესაძლოა საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფზე გაასხვისოს. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ორი მიმართულებით ელექტროენერგიის გამომუშავებასა და ბუნებრივი აირის რეალიზაციის კუთხით მუშაობს. ჰოლდინგის მფლობელობაში 8 მცირე ჰიდროსადგურია. ის ასევე საქართველოში ერთადერთ ნახშირის მწარმოებელ კომპანიას ფლობს. გაზიფიცირება, წყალმომარაგება, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები მაღალმთიანი აჭარის ამომრჩევლებს გიორგი კვირიკაშვილმა ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა გააცნო. კვირიკაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა და განაცხადა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში მმართველი გუნდი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მრავალი პროექტის განხორციელებას გეგმავს. მისივე თქმით, გასული 4 წლის განმავლობაში ცვლილებებმა თავისუფლება მოიტანა. პრემიერ-მინისტრი შუახევს, ხულოს და ქედას, დღის ბოლოს კი ქობულეთს ესტუმრა. ჩვენ 4 წლის განმავლობაში უნდა დავასრულოთ ყველა მნიშვნელოვანი მაგისტრალი, როგორც ავტობანები, ასევე ტურისტული გზები, რეგიონებთან დამაკავშირებელი გზები და რა თქმა უნდა, ჩვენ უახლოეს მომავალში ვიწყებთ უკვე ხულო-ადიგენის გზის მშენებლობას და რა თქმა უნდა, ბათუმიდან აჭარის მაღალმთიანეთთან დამაკავშირებელი გზაც იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას 8 ოქტომბერს და გაიმარჯვებს თავისუფლებას, ქვეყნის სწრაფი განვითარება ეკონომიკურად და საბოლოო ჯამში თითოეულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ რომ მიიღოს კეთილდღეობა. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე ჟიული შარტავა სახელობის სკვერში ამომრჩეველს შეხვდა. ეკოლოგია, მშენებლობები და საცობები ამ თემებზე ესაუბრა გეგიძე ამომრჩეველს და გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების მოგვარებასაც დაპირდა. ამომრჩეველს ვპირდები ყველაზე მთავარს, როგორც პარლამენტის დეპუტატი, როდესაც გავხდები, რომ არასდროს არ მივიღებ, არასდროს არ დავაყენებ კერძო ინტერესებს ქვეყნის ინტერესების წინ.
რატომ გადაურიცხა ტელეკომპანია რუსთავი 200,000 ლარი ლეიბურისტულმა პარტიამ? მემარცხენე ალიანსის ლიდერი შალვა ნათელაშვილისგან მოითხოვს განმარტოს უფასო სარეკლამო დროის გარდა რატომ გადაურიცხა რუსთავი 2-ს წინასაარჩევნო რეკლამისთვის დიდი ოდენობით თანხა. შატბერაშვილმა თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინა. თავად შალვა ნათელაშვილმა ყოფილი თანაგუნდელის განცხადება პოლიტიკურ სპეკულაციად შეაფასა. ლეიბურისტული პარტიის ლიდერის თქმით, მან სხვადასხვა ტელეკომპანიას წინასაარჩევნო რეკლამისთვის საბიუჯეტო თანხა გადაურიცხა. უფასო საერთო დროის გარდა შალვა ნათელაშვილმა დამატებით გაურკვეველი წარმომავლობის თანხები გადაურიცხა რუსთავი 2-ს 29 აგვისტოს ხელშეკრულებით 100,000 ლარი. სხვა ტელევიზიებსაც გადაურიცხა საერთო ჯამში 200,000 ლარამდე გამოვიდა ეს. დაიწყო მოკვლევა, საიდან გაჩნდა 100,000 ლარი, კოლოსალური თანხა, თუნდაც ბიუჯეტიდან. არავითარი ფულები ჩვენთვის არ გამოუგზავნია არც მიშას და არც ბიძინას. ეს არის ბიუჯეტიდან პარტიებისათვის გამოყოფილი თანხა, რომელიც არც დაგვინახია ახლოდან, უბრალოდ წერილებით გადავანაწილეთ შესაბამისად ტელევიზიებზე, როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებში. ზოგ შეხვდა მეტი, გამომდინარე ამ ტელევიზიის განხორციელებიდან და რეიტინგიდან, ზოგ შეხვდა საშუალო, ზოგ შეხვდა სამწუხაროდ ნაკლები, იმიტომ რომ თანხა იყო ძალიან მცირე. ბურჭულაძის კიდევ ერთი ყოფილი თანაპარტიელის ამჯერად გიორგი რუხაძის განცხადებები, რომელსაც პარტიაში მის საარჩევნო სიაში არ ჩასმით ხსნიან. რუხაძე პარტიიდან წასვლის შემდეგ სატელევიზიო განცხადებას აკეთებს და ბურჭულაძის პარტიას კუბლაშვილისა და მელაძის მიერ მართულს უწოდებს. ამასთან ამტკიცებს, რომ მათ კავშირი აქვთ ბიძინა ივანიშვილთან. თუმცა პარტიის კიდევ ერთი ყოფილი წევრი ხათუნა ლაგაზიძე ბურჭულაძის პარტიის ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირზე საუბრობს. პარტიაში დარჩენილი წევრები და პოლიტიკური გაერთიანების სხვა წარმომადგენლები რუხაძის და ლაგაზიძის გაღიზიანებას საარჩევნო სიაში ამყონ პოზიციებზე მათ არ ჩასმას უკავშირებენ. გიორგი კობერიძე კი ამბობთ დეტალებს. პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანების ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. ბურჭულაძის პარტიის სახელმწიფო ხალხისთვის კიდევ ერთი ყოფილი სახე გიორგი რუხაძე პარტიიდან წამოსვლის შემდეგ პირველ სატელევიზიო განცხადებას აკეთებს. მიაჩნია, რომ პარტიას გიორგი მელაძე და პავლე კუბლაშვილი მართავენ, რომლებიც რუხაძის აზრით ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებიან. მე ვტოვებ პაატა ბურჭულაძის პარტიას. ვტოვებ იმიტომ, რომ ეს აღარ არის პაატა ბურჭულაძის გაერთიანება. ეს უკვე არის ძალა, რომელსაც მართავს პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე და რომელიც ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. პარტიიდან წასვლას და კრიტიკულ განცხადებებს რუხაძის ყოფილი თანაგუნდელები პარტიის საარჩევნო სიის პირველ ხუთეულში მის არ ყოფნას უკავშირებენ. მისთვის ეს პარტია აღმოჩნდა გაყიდული და მიუღებელი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო მისთვის სასურველი ადგილი სიაში. მისი მოთხოვნა იყო ხუთეულში ყოფნა. იმედია ბატონი გიორგი არ აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც манипуლირებას დაიწყებს ბავშვებით, ქალბატონი ხათუნასავით და არ მოითხოვს სახელმწიფო დაცვას. პავლე კუბლაშვილს და გიორგი მელაძეს ყოფილი თანაკოალიციელისთვის დღეს პასუხი არ გაუციათ. პოლიტიკური ცენტრი გირჩის თავმჯდომარემ კი გიორგი რუხაძის და ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებები მათი პარლამენტში მოხვედრის სურვილით ახსნა. ნაციონალურ მოძრაობასთან ან ქართულ ოცნებასთან მათ კავშირს კი ზურაბ ჯაფარიძემ აბსურდული უწოდა. ამ ქვეყანაში არის ბევრი ხალხი, ლაგაზიძე და რუხაძე არ არიან ამ შემთხვევაში გამონაკლისი. ხალხი რომელსაც ჯერა რომ ეს არის მიშას თამაში, ხალხი რომელსაც ჯერა რომ ეს არის ივანიშვილის თამაში, ხალხი რომელსაც ჯერა რომ ჩვენს უკან დგანან მასონები. ეს ორი ადამიანი როგორც ჩანს თავიდანვე პაატა ბურჭულაძესთან მივიდა იმისთვის, რომ გათქვა ჰქონდათ, რომ რამენად პარლამენტში მოხვედრილიყო. ბურჭულაძის ყოფილი თანაპარტიელის ხათუნა ლაგაზიძის მხრიდან ბრალდებები მუქარასთან დაკავშირებითაც ისმის. როგორც თავად ამბობს, მას ყოფილი თანაგუნდელი გიორგი კალაძე ემუქრებოდა. ამ თემასთან დაკავშირებით ლაგაზიძე დღეს პროკურატურამ გამოკითხა. სახელმწიფოსგან თავს გძნობ დაცულად. როგორ და რა მექანიზმებით ეს უახლოეს დღეებში დაზუსტება. ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც კრიმინალური და კუჭური ქცევებით და მენტალობით გამოირჩეოდა, არაერთხელ ამჟღავნებდა აგრესიას ჩემს მიმართ. ეს პარტია, როგორც პოლიტიკური მომავლის მქონე სუბიექტი დამთავრდა. დაიბარებს თუ არა პროკურატურა გიორგი კალაძეს დაკითხვაზე ჯერ უცნობია, თუმცა ის ტელეკამერებთან ლაგაზიძის არც ერთ ბრალდებას არ ადასტურებს. რაც შეეხება ლაგაზიძის ბრალდებას მისი კრიმინალური მენტალობის შესახებ, ის ყოფილ თანაპარტიელს მოუწოდებს რაიმე გადაცდომის არსებობის შემთხვევაში მტკიცებულებების შესაბამის ორგანოს წარუდგინოს. დაარწმუნება შემიძლია მაქვს ალბათონის, რომ არავითარი საფრთხე არ ემუქრება და უკვე ეს სულელური გამოხტომები მაგის
იმის საზოგადოებას უმტკიცებს აწესროის გადაწყვეტილება, რომელიც პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის გაერთიანებულმა ბლოკმა მიიღო იყო სამართლიანი. მესმის ის რომ გაბრაზებულია, მესმის რომ სიაში ვერ მოხვდა. პირველი პარტიული ყრილობიდან 3 თვის შემდეგ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური პარტია რამდენიმე ათეულმა წევრმა დატოვა. პარტიული სახეებიდან გაერთიანებაში დარჩენაზე უარი ჯერ ნინო კუზანოვამ და ირაკლი გურჩიანმა განაცხადეს. ახალი გაერთიანების შექმნის შემდეგ კი პარტია მერაბ მეტრეველმა, ხათუნა ლაგაზიძემ და გიორგი რუხაძემ დატოვეს. და ჩვენ ვიძლევით თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საარჩევნო ბლოკის მრეწველები ჩვენი სამშობლო სარჩელი და ბათილად სნოცესკოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ბლოკი რეგისტრაციიდან მოიხსნა. ამას გარდა სასამართლომ დაავალდებულა საარჩევნო კომისია მრეწველები ჩვენი საქართველო იმ საარჩევნო სიით დაარეგისტრიროს, რაც საარჩევნო ბლოკმა ცესკოში წარადგინა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორდღიანი ვადა აქვს. ცესკომ პოლიტიკური ბლოკი რეგისტრაციიდან საარჩევნო სიების დაგვიანების წარდგენის გამო მოხსნა. საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს აქციის ფონზე მიმდინარეობდა. პარტიის აქტივისტები გადაწყვეტილებას სასამართლოს ეზოში ელოდებოდნენ. მას შემდეგ, რაც ცესკომ პოლიტიკურ ბლოკს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა, გაერთიანება ჩვენი სამშობლოს რამდენიმე წევრმა შიმშილობა დაიწყო. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ერთ-ერთი მოშიმშილე ორდღიანი შიმშილობის შედეგად გარდაიცვალა. სხვა გზა არ იყო. არც ერთი არგუმენტი არ შეიძლება მოყვანილიყო იმის სასარგებლოდ, რაც ჩვენ წარმოგიდგინეთ. ჩვენ არც ერთი დარღვევა არ ქონია გაკეთებული. ეს იყო, არ ვიცი რა დავარქვა, ვიღაცებს ალბათ ძალიან არ უნდათ ჩვენი მონაწილეობა, ამდენი უსამართლობა, რაც ამ რამოდენიმე დღეში CSKOS თავმჯდომარემ და მისმა თანამშრომლებმა მიკადრეს, მაგას ალბათ ცოტა სხვანაირი მიდგომა უნდა და გამოძიება. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა კოლეგიამ გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. სასამართლო ვალდებულია ხვალ ჩვენ 12 საათამდე ჩაგვაბაროს გადაწყვეტილება, დასაბუთებული გადაწყვეტილება, ნახავთ მის სამოტივაციო ნაწილს, შევისწავლით და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. კანონით დადგენილი წესით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება აქვს მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2 დღის ვადაში. პარტია ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატების საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსი პეტრიაშვილი დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრა მე-4 მიკრორაიონში მდებარე ამორტიზებულ სტადიონზე გაიმართა. ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ეს არის ერთადერთი სტადიონი ამ რაიონში და ძლიერი დაზიანების გამო მისი გამოყენება ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია. მან ადგილობრივ თვითმმართველობას და ხელისუფლებას მოუწოდა სასწრაფოდ მოახდინონ სტადიონის აღდგენა და მოსახლეობას დაპირდა, რომ მისი გუნდის არჩევის შემთხვევაში თბილისის სხვადასხვა უბნები კეთილმოეწყობა. ძალიან ცუდი მდგომარეობა, განათება ამ სკვერს არ აქვს, სტადიონი აქ არ არის, სკოლა გვაქვს და ბაღი ერთად და ის სკოლა და ბაღი ვერც სკოლა შეტევიან ბავშვები და ვერც საბავშვო ბაღში. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ძალიან რომ მეტი არ შეიძლება. პატრონი არ ყავს. კეთილი ინებეთ დედაქალაქის ხელმძღვანელობამ, კეთილი ინებოს საბურთალოს გამგეობამ და მიაქციოს ამ ადამიანებს ყურადღება. არჩევნებამდე დარჩა 25 დღე, არც კი, მაგრამ მე გპირდებით თქვენ რომ 8 ოქტომბრის მერე გაცილებით უფრო სერიოზულად შეგაწუხებთ და გვექნება პარლამენტიდან თქვენზე ზემოქმედება და ზეწოლა, რომ ეს საკითხი მოგვარდეს და ამ ბავშვებს ერთხელ და სამუდამოდ მიაქციონ ადამიანებმა ყურადღება. მემარცხენე ალიანსის პროპორციულ სიაში პირველი ნომერი პარტიის თავმჯდომარე კახაბერ ძაგანია იქნება. ის პირველი 20-ეული მემარცხენე ალიანსის ლიდერმა გამოაქვეყნეს, სადაც მაჟორიტარი კანდიდატები შედიან. პარტიის თავმჯდომარის კახა ძაგანიას განცხადებით, მემარცხენე ალიანსის პროპორციული სია სულ 130 კაციანია. პარტიის ლიდერებმა მათი საარჩევნო პროგრამის მთავარი პრიორიტეტებიც დაასახელეს. მე წარმოგიდგენთ პარტიის სიას, მე გახავთ სიაში ბატონი იოსებ შაკვერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, ყოველთვის ასევე კარგად ცნობილი პოლიტიკოსი, ჩვენ დეპუტაცია მოდის საქართველოს პარლამენტში, იმიტომ რომ სტუდენტები აღარასოდეს აღარ იყვნენ გარიცხულები თანხის გადაუხდელობის გამო, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული სტიპენდია, იმისათვის რომ მედიკამენტები მოხდეს, გაძვირებული მედიკამენტები მოხდეს საყოველთაო დაზღვევის ფორმატში. ეროვნული ფორუმის ლიდერმა გუბა სანიკიძემ გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. ეროვნული ფორუმიდან გორში მაჟორიტარობისთვის გურამ ჭედლიძე, გორის რაიონში კი მალხაზ ვახტანგაშვილი იბრძოლებენ. გუბა სანიკიძის განცხადებით, ორივე საარჩევნო ოლქში ეროვნული ფორუმის კანდიდატებს გამარჯვება არ გაუჭირდებათ. დღესვე გორში პარტიის ოფისის პრეზენტაციაც გაიმართა.
ერთ-ერთი საუკეთესო და საამაყო კანდიდატები ყავს ეროვნულ ფორუმს ორივეგან რაიონშიც და ქალაქშიც. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს გორელების, იმიტომ რომ გორი არის ქართლის გული, ქართლი კიდევ ნათლია საქართველოს. თითქმის ყველა პრობლემა, ძირითადი პრობლემა, რაც არის ქალაქში გამოკვეთილია, ვიმუშავებთ ამ პრობლემების მოგვარებისთვის, იმ შემთხვევაში თუ კი საზოგადოება გორისა და გორის რაიონის მოსახლეობა გამოგვინცხადებს დობას. რამდენიმე კვირიანი ძებნის შემდეგ სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გოდერძი თევზაძე სამართალდამცველებს ჩაბარდა რამდენიმე წუთის წინ ის დასავლეთ საქართველოს პროკურატურაში გამოცხადა და განაცხადა, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. როგორც თევზაძემ განაცხადა, ის შიმშილობას იწყებს და ჯერა, რომ საგამოძიებო ორგანოები მის უდანაშაულობას დაამტკიცებენ. ირაკლი აკობია ისაუბრებს პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან. 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი სულ რამოდენიმე წუთის წინ გამოცხადა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში. რამოდენიმე კვირიანი ძებნის შემდეგ სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გოდერძი თევზაძე ადვოკატთან ერთად გამოცხადა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში და სამართალდამცველებს ჩაბარდა. მან პროკურატურაში შესვლამდე განცხადებაც გააკეთა. გოდერძი თევზაძის განცხადებით ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და იმედი აქვს საგამოძიებო ორგანოების, რომ დაამტკიცებენ მის უდანაშაულობას. მისივე თქმით, ის ასევე შიმშილობას იწყებს. შეგახსენებთ, რომ 22 წლის დემურ სტურუამ 7 აგვისტოს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მან გარდაცვალებამდე წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე და შანტაჟზე საუბრობს. გოდერძი თევზაძე სამართალდამცველები რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდნენ და სწორედ რამოდენიმე წუთის წინ გამოცხადდა ის პროკურატურაში. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოდერძი თევზაძეს დაუსწრებლად წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მადლობა პირდაპირ ეთერში ირაკლი აკობია საუბრობდა ქუთაისიდან. შეგახსენებთ, გოდერძი თევზაძე სამართალდამცველებს სულ ცოტა ხნის წინ ჩაბარდა. დადგეს კიდევ ერთი თემა. 291 გადარჩენილი სიცოცხლე და ფონდის მიერ მობილიზებული 7.923.102 ლარი. საქართველოს სოლიდარობის ფონდი 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით სიმსივნით დაავადებული 22 წლამდე ასაკის ბენეფიციართა მკურნალობა დიაგნოსტიკისთვის გაწეული ფინანსების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. როგორ გადიან ბენეფიციარები მკურნალობის კურსს და რა თანხის მობილიზება შეძლო სოლიდარობის ფონდმა, ნახეთ მაკალაშხიას რეპორტაჟში. ოცნება მაქვს, მინდა გამოვიდე ჟურნალისტი, ეს ჩემი დიდი ხნის ოცნება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ოცნება ვაქციო რეალობა. წინ რთული გზა და დიდი გეგმები აქვს. 14 წლის ლედი პოლიტიკური გადაცემის წამყვანობაზე ოცნებობს. გოგონას 9 წლის ასაკში მძიმე დიაგნოზი ოსტეოსარკომა დაუდგინეს. მას შემდეგ არაერთი ოპერაცია და სხივური თერაპია ჩაიტარა. გართულებული მდგომარეობის გამო რამდენიმე დღეა მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის. არ იცის როდის გაწერენ, თუმცა სჯერა რომ დაავადების დამარცხება შეძლებს. სრულებით მზად ვარ ყველაფრისთვის. და ზოგადად მინდა სხვაებსაც უშიშორო იყვნენ შემართები და ეს ძლიერად დავუდგენ ყველაფერს. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. შოთა ნანიკაშვილი წელიწად ნახევარია თავის ტვინის სიმსივნეს ებრძვის. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მკურნალობის კურსი ჩაიტარა. ამჯერად შოთა ბოლოს სხივურ თერაპიას იტარებს და ექიმების თქმით დაავადებას საბოლოოდ დაამარცხებს. საზღვარგარეთ არაერთი ოპერაციისა და სხივური თერაპიის ჩატარების შემდეგ 11 წლის ენრიკო მამალაძე ახლა კლინიკაში რეაბილიტაციის კურსს გადის. ორივე მოზარდის მკურნალობა სოლიდარობის ფონდმა დააფინანსა. ჩაუტარდა სხივური თერაპია. აი ახლა საქართველოში გავდივართ მე-6 კურსს ქიმიის. ნორმალურად არის ყველაფერი რა. ეს ყველაფერი დაგვიფინანსა სოლიდარობის ფონდმა. რა ოპერაცია გავიკეთე, შემდეგ სხივური თერაპია, ამაში დაგვეხმარა სოლიდარობის ფონდი და ამის შემდეგ ქიმიოთერაპიას ვიკეთებ ახლა ამჟამად. სიმსივნით დაავადებული 291 ბავშვისა და მოზარდის გადარჩენილი სიცოცხლე. მათი მკურნალობისთვის ფონდის მიერ დახარჯული 1.703.288 ლარი, 2.601.271 დოლარი და 1.279.219 евро. ასეთია საქართველოს სოლიდარობის ფონდის რიგით მე-14 ანგარიში. როგორც ანგარიშია აღნიშნული სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან დღემდე უკვე 2 წელია. საქართველოში უსახსრობის გამო სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა. ფონდში მომართვიანება სისტემურია და პროგრესულად იმატებს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული განხორციელებული დონაცია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გაიზრდება ფონდში ჩართული ადამიანების და ორგანიზაციების რაოდენობა და ჩვენ შევძლებთ, რომ კიდევ მეტი ბავშვი და ახალგაზრდა გადავარჩინოთ.
საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წლის ივნისში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა. ფონდს სახელმწიფოს გარდა 60,000-ზე მეტი საჯარო პირი და 27 კერძო კომპანია აფინანსებს. ფონდის ლოზუნგი სიკეთე გადამდებია 291-მა ოჯახმა საკუთარ თავზე უკვე გამოსცადა. ბოლო მონაცემებით ფონდში მოზარდების სიცოცხლის გადასარჩენად 7.933.102 ლარია მობილიზებული. მე-11 საუკუნეების კულტურულ ძეგლს ვარძიას სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. აღდგენითი სამუშაოების დასრულებასთან ერთად ვარძიის კომპლექსის ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ისტორიულ სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულებისას განაცხადეს. როგორ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და რა იგეგმება ისტორიულ ჯავახეთში ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის. მანუჩარ გოგოლაური, ნათია ხართიშვილი გიამბობთ. ისტორიულ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექს დამთვალიერებელი არასდროს აკლდა, თუმცა მათი რიცხვი მალე კიდევ უფრო გაიზრდება. ეტლით მოსარგებლე ლევან არეშიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სულ მალე ვარძიის ისტორიული კომპლექსის დათვალიერებას დამოუკიდებლად შეძლებს. მცხეთის ისტორიული ძეგლების შემდეგ ახლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემო ვარძიაშიც შეიქმნება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეს როგორც შიდა ტურიზმს შეუწყობს ხელს, ისე სხვა ტურისტებსაც მოიძინავთ საქართველოში და მარტო მე კი არა, სხვა შეშმე პირებიც ნახავენ ეს მთლიანად ადაპტირებული რო გახდება. პანდუსები და მთელს ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სპეციალური გარემოს მოწყობა. ეს არის გეგმა, რომელზეც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამინისტრომ და ინკლუზიური ტურიზმის განვითარების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციამ მუშაობა უკვე დაიწყო. ნიკოლოზ ანთიძის შეფასებით, თავისი მნიშვნელობით პროექტი საქართველოში უპრეცედენტოა. პირებისთვის, რომელთაც შეზღუდული აქვთ გადაადგილება და საინტერესოა მათთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დათვალიერება, აქ გაკეთება მოეწყობა საპილოტე ადგილი, სადაც შეეძლებათ მაქსიმალურად სრული ინფორმაცია მიიღონ ძეგლზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები ვარძიაში 1 წელია მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ აქ კლდის გამაგრებითი სამუშაოებიც დაიწყო. ქვათაცვენი საწინააღმდეგო ბადის დამაგრებასა და კლდის დიდი მასების გამაგრების პროცესში სპეციალურად მოწვეული მთასწვრელები იღებენ მონაწილეობას. იხვრიტება კედელი, 1 მეტრიანი ანკერები ბეტონდება კლდეში და მე ამაზე იჭიმება ეს ბადი. ბადი არის სპეციალური და ამისათვის დამზადებული, გამაგრებული, ჩაყოლებული რკინის გვარლებით. საკმაოდ ისეთი რთული და ისეთი ხანგრძლივი სამუშაო არის. სარეაბილიტაციო სამუშაოების მოსანახულებლად ვარძიაში ჩასულმა კულტურის მინისტრმა დღესვე ახლოს მდებარე ერთ-ერთი უძველესი სოფელი ჭაჭკარიც მოინახულა. მინისტრის თქმით, უნიკალური ადგილმდებარეობის და კულტურული ძეგლების სიმრავლით ცნობილი უძველესი სოფელი აღდგენის შემდეგ რეგიონის ტურისტულ ქსელში ჩაერთვება და ფუნქციას დაიბრუნებს. ეს პროექტი იქნება უნიკალური, იმიტომ კულტურული მემკვიდრეობის გარდა ეს სოფელი დაიბრუნებს სამეურნეო დანიშნულებას და აგროტურიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იქნება საქართველოში. ვარძიის ადაპტირებისთვის აუდიტის კვლევა 1 თვეს გაგრძელდება. მომდევნო ეტაპზე კი არქიტექტურული პროექტის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავდება. ახლა რეკლამის შემდეგ გოგი თოფაძე 2030-ში. პირდაპირ ეთერში ბრუნდება ჩვენი სტუმარი არის გოგი თოფაძე. ბატონო გოგი, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ ასეთი დატვირთული დღის მიუხედავად გამონახეთ ჩვენთვის დრო და ხართ ჩვენთან სტუდიაში. დღეს გარდაიცვალა თქვენი ბლოკის ერთ-ერთი წევრი, ეს არის ზაზა ლაზაროვი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით შემშეობდა პირველ რიგში, რა თქმა უნდა 2030 გისამძიმრებთ. მაინტერესებს თუ არის ცნობილი უკვე სამედიცინო დასკვნა, ანუ რის შედეგად მოხდა ზაზა ლაზაროვის გარდაცვალება. მოგახსენებთ, დიდი მადლობა ამისათვის, მადლობა თქვენ მოპატიჟებისთვის. ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგი პიროვნება იყო ქართულ ოსურ ურთიერთობაში ძალიან ბევრ სასიკეთოს აკეთებდა, მაგრამ ქულის ოპერაცია გაიკეთა 1 თვის წინ და ცოტა დიაბეტიც ჰქონდა და ესე იგი ამ შიმშილობის დროს ეთყობა დაერღვა ყველა რეჟიმი და ვეღარ უშველე და ვეღარ გადავარჩინეთ. დიდი ძალიან სამწუხაროა, ძალიან აქტიური იყო. ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებდა. ეს მძიმე თემის შემდეგ
უნდა გადავიდე პოლიტიკურ საკითხებზე და უფრო კონკრეტულად უახლეს ინფორმაციაზე. ეს არის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლომ დაავალდებულა საარჩევნო კომისიამ მრეწველები ჩვენი საქართველოს იმ საარჩევნოს დაარეგისტრიროს, რაც საარჩევნო ბლოკმა ცესკოში წარადგინა. ბატონო გოგი, თქვენ განაცხადეთ, რომ ჟურნალისტებთან რომ გეგმავთ სამართლებრივი დავის გაგრძელებას. აი ამ გადაწყვეტილების მიუხედავად გეგმავთ კვლავ გეგმაში გაქვთ სამართლებრივი დავის გაგრძელება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რომ გითხრათ. დიდი მადლობა. თუ სამწუხაროდ დავიკავეთ თქვენ ყურადღებას ამ საკითხის ირგვლივ. პირველი მე მინდა რომ დოკუმენტებით ვილაპარაკოთ, რომ რა დოკუმენტებს გქონდა? დამაჯერებელი იქნება. პირველი ეს დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ 8 სექტემბერს 5 საათზე და 24 წუთზე ანუ ჯერ კიდე 9 საათით ადრე შევიტანით ყველა დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ მოცულობითი იყო. დიახ, მოცულობითი იყო. ყველა ეს ხელმოწერა, ესე იგი CSKOS ლიდერების და ხელმძღვანელების, როცა რაღაც ხარვეზები არსებობსო, ვითხრეს რაღაცა, ნუ რაშია საქმე. ქსეროქსი გადაღებული დოკუმენტი იყო და ზოგიერთის პირადი ნომერი კარგად არ ჩანდა. დიახ. ჩვენ დაუტოვეთ ეს, იმიტომ რომ კარგად ვიცით კანონი, დაუტოვეთ ეს დოკუმენტი და დაურეკეთ ოფისში, სასწრაფოდ მოამზადეს და მოიტანეს უფრო კარგად, კაფიოთ რო ჩანს. ამის გარდა მე მინდა ანუ დროში ჩაედიეთ ამას ამბობ. დიახ, რა თქმა უნდა, ყველაფერი აი, ნახეთ, ეს არის 5 საათზე და 24 წუთზე ჩაბარებული ქონდა ყველა დოკუმენტი. წავიკითხავ ერთ დოკუმენტს, რომელსაც აწერს ხელს ხელმძღვანელობა. ესე იგი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ქალბატონ თამარ ჟვანიას. ქალბატონ თამარ. წარმოგიდგენთ 2016 წლის 8 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო ბლოკი თოფაზე მრეწველები და ჩვენი სამშობლოს პარტიულ სიას თანხლები დოკუმენტებით. პარტიულ სიას. დანართი. პარტიული სია სააზრისხო ბარათები, პირადობის მოწმობის ასლები, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა და დისკი პარტიული სიით. ამას აწერს ხელს კომისია მიმღები და ბეჭედიც არტყია და არის დანომრილი, რომ ეს ჩავაბარე ჩვენ 17 საათზე და 24 წუთზე. ამის მერე ძალიან საინტერესო მოვლენები განვითარდა, რაც გვაგონებს CSKOS 95 წლიანის მერე რაც ხდებოდა, წლის მერე. რას გულისხმობთ? ის რომ აღმოჩნდა CSKOS ხარვეზები. კი ბატონო, ხო, ხარვეზები რა თქმა უნდა, იძლევა ხარვეზების აღმოქმედაზე 3-4 დღე, მაგრამ რომ არ დაგვეკარგა დრო და რომ რაც შეიძლება მალე დაგვეწყო რაიონში, ნუ რაიონებში სარბენი ხო იცით როგორ არის? ჩვენმა წარმომადგენლებმა მოიტანეს უკვე შესწორებული, რომ 3 დღე და 4 დღე არ დაგვეკარგა. 6 საათზე და 7 წუთზე როგორც აცხადებენ, შემოიტანეს ჩვენ იქ დატოვებული იყო არ წამოუღიათ, შესაძლებლად რომ უფრო კაფიოთ ჩანს აქ ის მონა. რატომღაც ვერ მონახეს ეს დოკუმენტი. ანუ თქვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტი ვერ მონახათ CSKOS ამას გულისხმობთ? არა, პირველი წარდგენილი რა თქმა უნდა, აი, დოკუმენტი გვაქვს მიიღეს ხო, მეორედ რომ მოვიტანეთ. და რა პარადოქსია, ესე იგი 7 წუთით გვიან შემოიტანეთ, რომ დღეს ლაპარაკობდნენ მათი დამცველები. ნუ ეს ირონიული, რა თქმა უნდა, იწვევს ირონიულ ღიმილს, რას ქვია, დატოვებული გვაქვს 3-4 დღე გვაქვს და მოვიტანეთ ზუსტად 9 საათში, რომ აღარ გვერდო. ნუ დღეს ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ამ დოკუმენტებს ფესად და კიდე ბევრი სხვა დოკუმენტია, სხვათა შორის ქალბატონი თავმჯდომარე 8 საათზე გამოდის ტელევიზიით და აცხადებს, რომ 29 პარტიამ შემოიტანა დოკუმენტები, ყველაფერი შემოწმებელია და მისაღებია, ხოლო DDP-ს დოკუმენტები არის არ შემოუტანიათ იმათ, რომ აღარ დააპირეს ისა. ამის მერე მეორე დილით უკვე ეთყობა, როცა ჩაერია გარკვეული ძალები, როცა გაქრა ჩვენი დოკუმენტი, გამოდის და აცხადებს, რომ
თურმე მრეწველების სია არ არის სრულყოფილი. რა თქმა უნდა, ბატონო გოგი, აუცილებლად უნდა გითხოთ, თქვენ ამბობთ, რომ ჩაერია კონკრეტული ძალები, ხო, გარკვეული ძალები, ეს ფრაზა. გარდა ამისა, ვიღაცებს არ უნდოდა ჩვენი მონაწილეობა, აი ამ ტიპის ფრაზაც მოვისმინეთ დღეს თქვენგან. ასევე თქვენ დღეს ისაუბრეთ იმის შესახებ, რომ CSKOM შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. თუ შეგიძლია დღეს მაინც, ამ ეთერში მაინც თქვათ ვის გულისხმობთ? კი ბატონო, გაგცემთ ძალიან კაი კითხვა. ესე იგი, რეალობა თუ არ მოვიდგინეთ ჩვენ დღეს ქართული ოცნება რა თქმა უნდა გაიმარჯვებს და დიდი უპირატესობით. რჩება 5-6 პარტია, რომელიც ხდებით კონკურენტები ბუნებრივია, ერთმანეთის ელექტორატზე მიდის ბრძოლა. მე მიმაჩნია, რომ ვიღაცის ინტერესებში იყო, რომ ჩვენ არ მიგვეღო მონაწილეობა. ვის ინტერესში? ვერ გეტყვით, იქ რაც მოხდა, როგორ დაიმალა ჩვენი ან რამდენად რეალისტურია თქვა CSKOM-ს თავმჯდომარეზე კონკრეტული სუბიექტების, პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან გავლენის მოხდენა და მის გადაწყვეტილებაზე. როგორ გითხრათ? მე მაგას ნამდვილად ეხლა ვერ გეტყვით, ვისი ინიციატივა იყო ჩვენის და დოკუმენტების გადამალვა, მაგრამ ფაქტია, ხელმოწერილი დოკუმენტია, რომ ჩაბარებულია ყველაფერი. აქ მეორე დოკუმენტია, რომ მიღებულია და ამ საათზე, მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ იმას, რომ ვიღაცის ინტერესებში იყო ეს და ალბათონ თამარის ესეთი გაუგებარი განცხადებები ჯერ გამოაცხადა, რომ ჩვენ ყველაფერი კარგად ჩავაბარეთ, მეორე დღეს გამოაცხადა, რომ თურმე ჩვენ ვერ ჩაგვიბარებია და რაც თამარია თუმცა ისიც ხომ ფაქტია ბატონო გოგი ბოდიში რომ გაწყვეტინებთ რომ CSKOM-ს აქვს რამდენიმე დღიანი ვადა იმისთვის რომ ხარვეზები აღმოეჩინოს და ვთქვათ გამოიკვლიოს ის დოკუმენტაცია რომელსაც სუბიექტები დოკუმენტის გაქრობა დოკუმენტის გაქრობა ეხლა ნახეთ რა ხდება ამის გარდა თუ ჩვენ მოხსნილი ვიყავით როგორც გამოაცხადა ქალბატონმა თამარმა მეორე დღეს მაშინ რატო გაუგზავნეს ჩვენ მაჟორიტარებს 55 კაცს დოკუმენტები რომ მათ მიღებულია მაგა დოკუმენტი და ისინი გააგრძელებენ მუშაობას. ეს უკვე აბსურდია. ეს უკვე იმაზე ლაპარაკობს, რომ თვითონ CSKOM-ში ძალიან არეულად არის საქმე. როგორ შეიძლება თუ გამოგვირიცხეთ ჩვენ, რატო უგზავნი 52 მაჟორიტარს, რომ ისინი მიღებულებენ და მათ უნდა გააგრძელონ ბრძოლა. აი აქ ამდენი გაუგებრობა ბუნებრივია. ვფიქრობ ჩვენ ახლა ამის მტკიცება ალბათ დაგჭირდება შემდეგში, იმიტომ რომ ჩვენ ამით არ გავჩერდებით. რას გეკმავთ ამომავალ? მივიღეთ ძალიან სერიოზული შეიგი ჯერ ერთი რომ ხალხი ჩვენი, ვინც ჩვენი მომხმარებელია, დაიბნა და ერთი კვირა ვერ მოდიოდნენ, ვერ მუშაობდნენ. მეორე ფინანსური და ნუ რა გადაგიმაროთ, ჩვენი იმიჯს ძალიან შელახავდა ესეთი განცხადება. იმიტომ რომ ეს 7 კვირა, 7 დღე დაახლოებით ჩვენ პარალიზებული ვიყავით. ჩვენ დავკარგეთ ეს წინა საარჩევნო პერიოდია 25 დღე დარჩა. ჩვენ ერთი კვირა დაგვაკარგიეს, იმიტომ რომ ხალხიც ვეღარ მოდიოდა მიტინგებზე, იმიტომ რომ გაურკვეველი სიტუაცია იყო. ამიტომ ჩვენ აუცილებლად აღვძრავთ საქმეს მორალური და ფინანსური ზარალის გამო. ბატონო გოგი, აუცილებლად უნდა გითხოთ, როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ კონკრეტული პარტიების თუ პოლიტიკური სუბიექტების თუ ვიღაცის მხრიდან ასე ვთქვათ, მოხდა ჩარევა CSKOM-ზე იმისთვის, რომ თქვენი ბლოკი მოხსნილიყო არჩევნებიდან, ანუ ვერ გასულიყვნენ არჩევნებში. ბუნებრივია ჩდების შეკითხვა, თქვენ იმდენად ძლიერი ბლოკია და იმდენად მაღალია რეიტინგი, რომ ვთქვათ კონკრეტულ პარტიებს თქვენი ეშინიათ? ნუ მე ჩემს გეტყვით, რომ ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს ნამუშევარი რაიონებში, ყველგან ვისით რა განწყობა აქვს საზოგადოებაში ჩვენს მიმართ იმ უკანასკნელი განცხადებების და მიღებული კანონების მერე და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენთვის 5% არ იქნება ის ხუნდი, ჩვენ გაცილებით მეც ავიღებთ. ალბათ ეხლა თვითონ არ ყვიონ, იმიტომ რომ როცა გვადლევენ ამ ცნობას, მაშინ გაარკვიონ, სად დაიმალა ეგ საბუთები, რატომ მოგვცეს ეს დოკუმენტი, რომ ჩვენ ყველაფერი აბსოლუტურად. ამას აუცილებლად გითხავთ CSKOM-ს წარმომადგენელს. შიდა კვლევები თუ ჩაგიტარებიათ ან თქვენი პარტიის, თქვენი ბლოკის გაერთიანების პროცენტი თუ არის თქვენთვის ცნობილი? ჩვენ კვლევები არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ძალიან ბევრი რაიონი მოვიარეთ და ძალიან კარგად ხედავთ, რამდენად მისაღებია ჩვენი პოზიცია, რამდენად
მოწონს ხალხს ის კანონები, რომელიც ჩვენ ბოლო ერთ წელიწადში მივიღეთ და საერთოდ ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ ლაპარაკობთ, რომ ჩვენი ქვეყანა მაშინ გახდება ბედნიერი, როცა უცხოელების მართვით არ ვიქნებით. ჩვენი ინტერესები გავატაროთ, დავიცვათ ჩვენი ისტორია, ჩვენი მართლმადიდებლობა, ჩვენი კულტურა. არ შეიძლება რომ სულ ვიღაცა ყვარნახობდეს და ბატონო გოგი, უბლოკო სტატუსი გამახსენდა ნინო ბურჯანაძის ინიციატივა, თუ შეიძლება ასე ითქვას. იზიარებთ ამ ინიციატივას, იქნებოდით მხარდაჭერი? რატომ არა? რატომ არა? მე მიმაჩნია, რომ ამ საკითხში და ძალიან ბევრ საკითხში ნინო ბურჯანაძე მართალია, იმას აქვს თავის პოზიცია. ამაზე ყარა დგას და არც ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერებისავით არ დახტება აქეთ-იქით, მას აქვს თავის პოზიცია, მას აქვს ძალიან კარგი ელექტორატი და არ ამგონია, რომ ნინოს გაუჭირდეს, თქვა, გადალაყვანა. ეს პოზიციების თანხwebdrive-დან გამომდინარე გეკითხებით, რატომ ვერ მოხდა თქვენი გაერთიანება, რატომ ვერ შედგა თქვენი ერთობა? ან თუ იყო ამის სურვილი თქვენი და ქალბატონ ნინოს მხრიდან? ჩვენ ძალიან კაი ურთიერთობა გვაქვს, ძალიან დიდ პატივს ვცემ ნინოს, მაგრამ ნინოს ჰქონდა თავის გუნდი, საკმაოდ კარგად ნამუშევარია რაიონებში. ჩვენ ქონა ჩვენი გუნდი. მე როდესაც გაჩნდა საშუალება, რომ ერთი ძალიან კარგი ახლად შექმნილი პარტია, რომელიც უკვე ერთი წელია მუშაობს, საკმაოდ ბევრია გაკეთებული, ეს არის პატრიოტ ალიანს გულისხმობთ? არა, პატრიოტ ალიანსთან ჩვენ ძალიან კაი ურთიერთობა გვინდოდა მათთან ადრეც მოვილაპარაკეთ კიდევაც, მაგრამ ამასთან დაკავშირებით თქვენ გაერთიანეთ შესაძლოა. დიდი პატივი ვცემით ვარ მათ მიმართ, მაგრამ ხუთი პარტია შემოიერთეს. ანუ გამოდის, რომ ჩვენ ახლა ვართ კვალიფიციური პარტია. ანუ ჩვენ დაფინანსება გვაქვს დაახლოებით 3 მილიონის ფარგლებში, როგორც კვალიფიციური პარტია. მართალია ეს არის შეარილება, ეს არის უფასო საეთერო დრო კომისიის დაფინანსება და დამკვირვებლები და ასე შემდეგ. ეხლა შეიქმნა სიტუაცია, რომ პატრიოტ ალიანს უნდა 30% აიღო, 6 პარტია გახდა. 30%-ის აღება ძალიან ძნელი იქნება და ერთი წლის მერე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ადგილობრივი და მათ არ ექნებათ ეს უპირატესობა. ამიტომ ჩვენც ვცადეთ მათთან აი ამბის მერე ჩვენ კარგად მოვილაპარაკეთ ძალიან მეგობრულად, რომ არ ჩვენ სამშობლოს რაც შეეხება, ბატონო გოგი, რა ფორმით გეგმავდით ჩვენ სამშობლოსთან? კი ბატონო, უნდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი გუნდია. რამდენი პროცენტის აღებას ფიქრობთ დაახლოებით? ჩვენ ავიღებთ, რა თქმა უნდა, დავკარგეთ ძალიან საჭირო დრო, მაგრამ გაცილებით მეც ვიდრე 5%, 7-8%-ს ავიღებთ როგორც მინიმუმ, იმიტომ რომ ვიცით რა სიტუაციაა საქართველოში, რამდენად მისაღებია ჩვენი პოზიცია და ეს თვითონ ეს გუნდი არის ძალიან წესიერი ხალხი. ქართველი პატრიოტები არიან, მართალია მუშაობენ თქვათ და ბიზნესი აქვთ რუსეთში, მაგრამ იქ მუშაობენ და ეს ძალიან დასაფასებელია და აქ აბანდებენ, ძალიან ბევრი საქმე გააკეთეს, ძალიან ბევრი ეკლესია აღადგინეს. ძალიან ბევრი ქველმოქმედება გააკეთეს. ბატონო გოგი, ძალიან ცოტა დრო გრჩება დაახლოებით რამდენიმე წამი არის ჩვენი დრო და აუცილებლად მინდა ამ საკითხსაც შევეხო, ეს არის საგარეო ორიენტაცია, საქართველოს საგარეო კურსი. რატომ ფიქრობთ, ბიზნე იონიშვილმა თქვა რომ პრორუსულ ტალღაზე ხართ, ამ ტიპის განცხადება გააკეთა მან. რატომ ფიქრობთ, რომ იმ დროს, როდესაც საქართველოს 20% არის ოკუპირებული, უბლოკო სტატუსიც ახსენეთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა არის მისაღები, რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნატოს, მათთან კომუნიკაცია და მათთან საქმიანი ურთიერთობა არის მიუღებელი. კი ბატონო, გაგცემ პასუხი. ნატოზე ჩვენ რო ვლაპარაკობთ უკვე 2008 წლიდან ჩვენ არაერთ ნატოს ლიდერს შევხვდით და ყველამ გვითხრა, ჩვენ ვერ მიგიღებთ თქვენ ნატოში რომ ვიცოდეთ და ამიტომ რომ ძალიან აგრესიული მეზობელი ყავდა თქვენი პრობლემები ჩვენთვის გადაულახავი იქნება. ეს გასაგები იყო 2008 წლის მერე, მაგრამ ზოგიერთი რომ ხმამაღლა აცხადებს, რომ ჩვენ ხვალ მიგვიღებენ, მაპს მოგცემენ რაღაცა, ჩვენ ეგ მიგვაჩნია. თუმცა წესვა ამ გზაზე ფაქტია შეინიშნება იგივე განცხადებების თვალსაზრისით. არა, ყველას თავის აზრი აქვს. ჩვენ გვაქვს ისეთი პოზიცია, ვიცით რომ პირდაპირ აცხადებენ ნატოს ლიდერები, აპატურეები გვითხრა, ვერ მიგიღებთ. ამის მერე არასწორია, რომ ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ ჩვენ ხვალ მაპს მოგცემენ, ვარშავის სამიტიც აშკარა გახდა, რომ ჩვენ არ გებულობენ და ეს ერთი პოზიცია. მეორე პოზიცია, ჩვენ არ ვლაპარაკობთ, რომ რუსეთთან უნდა ვიომოთ.
უნდა ვლანძღოთ, უნდა ვაგინოთ. ეს არის დიდი ქვეყანა, აგრესიული ქვეყანა. გაცილებით მეტი შანსი გვაქვს ჩვენ. რაღაც მოლაპარაკებით, რაღაცა დიპლომატიური ნაბიჯებით ნელ-ნელა მივახციოთ დაბრუნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და პარალელურ რეჟიმში გზა ნატოსკენ. ეს ორივე ერთად თქვენთვის მიუღებელია თუ არა არის. გზა ევროპისკენ აბსოლუტურად მისაღებია. ჩვენ ვართ ევროპელები. ნატოსთან ინტეგრაცია. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ მისაღებია ეს ფორმულა თქვენთვის. არა, მისაღებია ის, რომ ნატო არ უღებულობს, უნდა აუხსნათ ხალხს, რომ ნატომ უარი გვითხრა. 8 წელია გვეუბნება უარს, ჩვენ ვლაპარაკობთ სულ და მიმაჩნია, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც აბომბენ, რომ ხვალ ჩვენ ნატოში მიგვიღებენ, ატყუებენ მოსახლეობას. ჩვენი პოზიციაა, თუ ნატო მიგვიღებს და მეხუთე პუნქტი ნიშნავს, რომ თუ ისინი უარს ამბობენ ამაზე, რომ ანუ რაიმე აგრესიის შემთხვევაში ვერ დაგიცავთ, რაღა აზრი აქვს. თუ ნატო შეგვპირდება ჩვენ, რომ ჩვენ დაგიბრუნებთ თქვენ ტერიტორიებს, ნატოს კი არ არის, ვის არ შევეკრებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღეს ეს არ არის რეალობა და აქცენტირება ამ საკითხის არ მოუტანს საქართველოს რუსეთთან ვიმეორებ დიპლომატიური მოლაპარაკებებით, ჩვენი წინაპრები ძალიან კარგ ფორმას ნახულობდნენ რაღაცნაირად ჩხუბით. ნახეთ, რამდენი ჩვენ გავამწვავეთ ურთიერთობა, იმდენი 9 კილომეტრით გადმოვიტანეს საზღვარი ერთხელ, მეორედ, მესამედ. გავიგოთ, რომ ეს არის აგრესიული. თუმცა ეს პროცესი ამ დრომდე გრძელდება. გრძელდება. აგრესორი ქვეყანაა და მას ცოტა სხვანაირად უნდა მიუდგეთ და სხვანაირად მონახო. ბატონო გოგი. ძალიან დიდი მადლობა 20-30 შეკითხვებს. გოგი თოფაძე პასუხობდა, ახლა რეკლამა, რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ. დიდი მადლობა. 20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება, რა ხდება თამაზ მეჭიაურის პარტიაში, რა აერთიანებთ გუნდის წევრებს და რატომ ტოვებენ პარტიას თანაგუნდელები, რა კრიტერიუმით მოხდა საარჩევნო სიის ფორმირება, როგორია თამაზ მეჭიაურის საარჩევნო კამპანია და აქვს თუ არა ახლად შექმნილ პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი. თამაზ მეჭიაური უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს, ბატონო თამაზ, მოგესალმებით. გმადლობთ რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო თამაზ, არჩევნებამდე რამდენიმე კვირა არის დარჩენილი. რას გეგმავს თქვენი გაერთიანება და როგორ ფიქრობთ, რა შანსი გაქვთ ბარიერის გადალახვის? მოგესალმებით, მიესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მართალი ბრძანდებით, სულ რაღაც 3 კვირა დარჩა არჩევნებამდე. რა თქმა უნდა, პრობლემები ბევრია, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია გვიან დარეგისტრირდა, ფაქტიურად 8 რიცხვში ჩაობარეთ სიებით, მაჟორიტარის კანდიდატების საბუთებით. ფაქტიურად გადავედით ახლა უკვე საარჩევნო რეჟიმში და ოფისების გახსნით ვარ დაკავებული, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფინანსურად ნამდვილად არ მივეკუთვნებით შეძლებულ პარტიათა რიცხვს, გასაგებია, რომ ჩვენი პრობლემები გაცილებით მეტია, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ იძლევა პესიმიზმის საფუძველს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არც დავპირები ვართ რაიმე ისეთი ფინანსური სარგებლის მოტანას ჩვენ სამომრჩეველ საარჩევნო პერიოდში ჩვენ თავიდანვე ვიძახოდით, რომ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია არის პროქართული პოლიტიკური ძალა, რომელსაც რა თქმა უნდა მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია ფინანსები, ის იდეა, რომელიც იდეასაც ჩვენ ვცევთ პატივს, ეს არის ის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ეროვნული ძალა, რომელიც ხარდაჭერილი იქნება უშუალოდ ჩვენი მოსახლეობის მხრიდან და არანაირად არც ვაშინგტონიდან და არც მოსკოვიდან და გამომდინარე არც მათგან იღებს დაფინანსებას. აქედან გამომდინარე ჩვენი ამომრჩეველია ის ამომრჩეველი, რომელსაც მართლაც მოენატრა დამოუკიდებელი ხელისუფლება, როგორც პარლამენტში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. გამომდინარე აქედან მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ყავს ამ ფინანსური ასე თქვა დაინტერესების გარეშეც, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამის კომპენსაცია თვითონ ღმერთმა გააკეთა და ჩვენ მოგანიჭა 7 ნომერი, რომელიც ყველა ფინანსებზე მაგარია და თვითონ მიანიშნა, რომ აი ვის უნდა მიცეთო ხმა, ამას ყველაზე დიდი ბილბორდი ესაა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად უყურებთ ოქტომბრის არჩევნებს და დარწმუნებული ვართ, რომ გადალახვის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს და აქვე მინდა უსაყვედურო, ყველა იმ მასმედიის საშუალება იქნება თუ არასამთავრობო სხვადასხვა ორგანიზაციები თუ და
ყველა ის ორგანიზაცია, რომლებსაც პრეტენზია აქვს რეიტინგების გამოკითხვების ჩატარებაზე, რომ ეს არის თუნდაც აქვეა ჩანასახშივე ყველა ის გაყალბებული, გამომდინარე იქიდან თითქოს შეთანხმდნენ, არც უარყოფით, არც დადებით გამოკითხვებში ჩვენ არ შევყავართ საერთოდ. მე არ ვიძახი რომ შეიძლება მინუსი გქონდეს, კი რა თქმა უნდა, ეს თავისთავად რაღაც უკვე ჩანს, ეხლა ჩვენ გამოკითხვებს დავდნობით 8%-ზე ნაკლები არსად არ გვაქვს. ეს შიდაკლებებს გულისხმობთ, ანუ რატომ გეკითხებით? თქვენ მუდმივად საუბრობთ იმაზე, რომ ხარდამჭერები გყავთ საკმაოდ რაოდენობით, ასევე აკეთებდით განცხადებას სკოლიდან გამოსვლის შემდეგ, რომ თქვენს პარტიას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ყავდა, ვიდრე იქ ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას კოალიციაში იმ პერიოდში შემავალ ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას. თუმცა აი ამის მიუხედავად, აგვისტოში გამოქვეყნებულ არც ერთ კვლევაში თქვენი პარტია თქვენ გაერთიანებულ ვერ ლახავს ბარიერს. არა, კი ვერ ლახავს. საერთოდ არ არის შეყვანილი. ვერ ლახავს ნიშნავს იმას, რომ მიიღოს თუნდაც 0.1%. 0.0%. რაღაც ხო უნდა ეწეროს იქ. საერთოდ არ ანახსენები. არის იქვე გამოკითხვებში, როცა გარკვეულ პოლიტიკოსებს აქვს უარყოფითი, რამდენი აქვს დადებითი ნდობა და მინუს რამდენი უცხადებს უნდობლობას. არც აქ არ არის. ხო, თუ არ გენდობიან, სადღაც უნდობლობაში მაინც უნდა იყო მოქცეული, რომ არ გენდობიან შენ და უარყოფითი იმიჯი გაქვს. არც აქ არ ნახსენები. ეს არის მიზანმიმართულად იგნორირება ჩვენი იმისათვის, რომ არც ხელისუფლებას აწყობს ახლა ჩვენი შემოსვლა პოლიტიკურ ველზე და არც ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას ერთი თუ მეორე ხელისუფლებას, რომელიც მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ ამბობენ ყოველ შემთხვევაში მმართველი გუნდის წევრები, რომ სასურველია მრავალპარტიული პარლამენტი. ეს ამბობენ, მაგრამ მათ აწყობთ მრავალპარტიული პარლამენტი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მრავალპარტიულობა მართული იქნება ვაშინგტონიდან. აი როგორც ეხლა ვისგან არის მართული თამაზ მეჭიაურის გარდა? თამაზ მეჭიაური ამ დროს არავისგან არ არის მართული, იმიტომაა უფული. დღეს თუ არა ფული ეკდებოდა დღეს. მაგრამ ღმერთი ხედავს ამას და 7-იანი იმიტომ გამომიგზავნა. გასაგებია. პარლამენტში შევა თქვენი გაერთიანება და მისი საარჩევნო სიის წევრები თუ გაქვთ იმედი, რომ პარლამენტში შევა მაჟორიტარად თამაზ მეჭიაური? თამაზ მეჭიაური, რა თქმა უნდა, პარტიულად შევა პარლამენტში, მაგრამ რადგანაც ბუნებით მაჟორიტარია, მაჟორიტარულადაც შევა და პარტიას ერთ მანდატს გადასცემს სიის მომდევნო წევრს. ჩვენი პარტიული სიით. გასაგებია. თქვენს პოლიტიკურ გუნდს გამოაკლდა რამდენიმე სახე. ამასთან დაკავშირებითაც უნდა გკითხოთ, რამდენიმე წევრი, ეს არის ლალი მოროშკინა, ეს არის სანდრო ბრეგაძე და ჯემალ სეფიაშვილი. თუ გაქვთ ინფორმაცია, თუ გქონდათ მათთან კომუნიკაცია, რას უკავშირდება მათი წასვლა? ნუ ეხლა ოფიციალური ვერსია იყო ის, რომ ისინი ჯერ ერთი არ იყვნენ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები, ისინი იყვნენ საინიციატივო ჯგუფში, რომელსაც უნდა შეექმნა შემდგომში პოლიტიკური ორგანიზაცია. უბრალოდ ისინი გამოაკლდნენ საინიციატივო ჯგუფს. რამდენადაც ანუ არ ყოფილა არავითარი დაპირისპირება ბატონო. არა, ნუ არ ყოფილა ის ერთი, რამდენადაც ვიცი. პირველი ორი მე მგონია გამოაკლდა მაშინ, როდესაც ბლოკის სახელწოდებასთან იყო დაკავშირებული და ლიდერთან, ნუ აქ ბლოკის სამმა წევრმა განაცხადა, რომ მათ სურვილი ქონათ ლიდერი ყოფილიყავი მე ამ შემთხვევაში, მაშინ რამდენადაც ვიცი ქართული იდეა ერთ-ერთი პარტია მეოთხე სუბიექტი და რომელიც ბლოკს ქმნიდა და მისი ხელმძღვანელი გამოაკლდა, არ შემოერთა უფრო სწორად კი არ გამოაკლდა ამ ბლოკს და მასთან ერთად რამდენადაც ვიცი ლალიმ და სანდრომაც დატოვეს ის თათბირი, როცა ეს საკითხი წყდებოდა და რომელსაც მე არ ვესწრებოდი იმდენად, რამდენადაც მაშინ ჯერ არ ვიყავი არჩეული ამ ბლოკის ლიდერად. რაც შეეხება ბატონ ჯემას, მას რაღაც თავისი ოფიციალური ვერსია არ დაუსახელებია, მან თქვა, რომ პოლიტიკაში არაოფიციალურ თუ გქონდათ მასთან საუბარი. არა, ნუ ის იყო ასე ძალიან მეგობრულად აგვეშვიდობა და თან ვითხრა, რომ სადაც დავჭირდებოდი, ის მაჟორიტარობაში იქნებოდა თუ რაღაც როგორც ხარდამჭერი იქნებოდა, მაგრამ პოლიტიკურ ორგანოში აღარ აპირებდა შემოსვლას. გასაგებია გაერთიანებასთან ვერსია და არჩენი ახლა კლება ნამდვილად არ გვაქვს პირიქით, აქ ზოგიერთი პარტია და ლიდერიც კი მაგალითად ზურაბ კობიაშვილი, რომელიც მოიაზრებოდა იქით და ახლა ზოგიერთებს უნდა წარმოაჩინონ თითქოს
ის იყო იმ ეგრეთ წოდებული მამალაძის პარტიის თავმჯდომარე, მან დატოვა ის პარტია თვითონ როგორც თავმჯდომარე და პერსონალურად შემოგვიერთდა ჩვენ თავის თანამოაზრეებთან ერთად. ძალიან ცოტა დრო გრჩება და აუცილებლად უნდა გკითხოთ ეს საკითხიც მაინტერესებს და თქვენგან პასუხის მოსმენა. თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ქართული იდეის გარშემო გაერთიანდით, ასევე ახსენებთ პოლიტიკურ პარტიებს და ამბობთ, რომ ზოგიერთი პარტია იმართება ვაშინგტონიდან და თქვენთვის ეს არის მიუღებელი. ბატონი გოგი თოფაძე ყავდა სულ ცოტა ხნის წინ სტუდიაში სტუმრად და მან განაცხადა დაახლოებით ანალოგიური განცხადებები გააკეთა იგივე ვაშინგტონთან მიმართებაში, მახსენდება იგივე უბლოკო სტატუსთან მიმართებაში, ქალბატონ ნინო ბურჯანაძის პოზიცია, ასევე წინა საარჩევნო პერიოდში იყო საუბარი იმაზე, რომ თამაზ მეჭიაური შესაძლო გაერთიანებულიყო მრეწველებთან ან გაერთიანებულიყო პატრიოტთა ალიანსთან. რატომ ვერ შედგა ეს ერთობა? თუ იყო თქვენი მხრიდან ამის სურვილი, თუ მიმდინარეობდა მოლაპარაკება? ჩემთვის მიუღებელია როგორც მართვა ვაშინგტონიდან, ისე მართვა მოსკოვიდან. ეხლა ჩემთვის მისაღებია რამდენიმე პარტიის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში. არის პარტიები, რომლებიც ახლა შეიძლება მათი მართვის პულტი ცოტა საერთოდ გარეთ არის ქვეყნის და არა შიგნით, ვინას თუნდაც ჩრდილოეთით. არის არავის თვითონ იგულისხმოს ყველა, ვისაც ცოტა ასე ვთქვათ, საერთო კავშირები შეიძლება კონდეს. ვინ არის ასეთ შეგრძნებული? ახლა მოდი ახლა დღეს ანტიპიას არ გავუკეთებ ვიღაცას. მე უბრალოდ შემიძლია ვთქვა ყარად, რომ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია აბსოლუტურად არ იმართება არც ერთი ქვეყნიდან. თუმცა კიდევ ვიმეორებ ხაზგასმით, ჩვენ პატივსცემთ რუსეთის ინტერესს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესის გატარება მათი ინტერესის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია. ჩვენი ტერიტორიული თლიანობის აღდგენა ჩვენი ქვეყნის თუ არ გავითვალისწინებთ რუსეთის ინტერესაც არ მოხერხდება მათთან მოლაპარაკება და გამომდინარე აქედან ვერავით არის ვაშინგტონი, ნატო და განცხადებები ბატონო თამას წინა საარჩევნო პერიოდში იმ პირობებში, როდესაც რუსეთს 20% დაახლოებით საქართველოს ტერიტორიის აქვს ოკუპირებული, როგორ ფიქრობ, ამ ურჩეველზე რა გავლენას მოახდენს? მე ამ ურჩეველს ვეუბნები რეალობას, რომელიც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში. არის ეს რეალობაა, რომ ოკუპირებულია ის 20%. არის რეალობა ისიც, რომ ამერიკაც ოკუპანტია. ახლა არ მითხრათ ახლა, რომ ამერიკა დემოკრატია 200 წელია ყვავის. არც ისე შორეულ წარსულში, არც ინდიელები ვინმეს დავიწყებია და არც ჩავკარნიანები და მათი დამოკიდებულება, არც ვიეტნამი დავიწყებია ვინმეს და არც ახლო აღმოსავლეთი. ასე რომ რუსეთი არის იმპერია, ამერიკაც არის იმპერია. ორივეს აქვს თავისი ინტერესები, რომელიც უპირველესად თავის ქვეყნის და თავის მოქალაქეების ინტერესზე აგებული და არა ჩვენი ქვეყნის. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვისალოთ ჩვენი ინტერესების დაცვა. ამ შემთხვევაში მე მიმაჩნია, რომ დღესდღეობით რუსეთში წყდება უფრო მეტწილად ჩვენი ქვეყნის ბედი. გამომდინარე აქედან პრაგმატულად უნდა წავიდეთ და დავილაპარაკოთ რუსეთს. უპირველესად, რა თქმა უნდა, ამერიკასთანაც ვილაპარაკოთ, თურქეთთანაც, ყველა ქვეყანასთან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ წყდება იქ, მაგრამ მე ხაზს უსვამ იმას, რომ ამას ვაკეთებ ჩემი ქვეყნის ინტერესისთვის და არა მხოლოდ რუსეთისთვის. რუსეთის ინტერესს ვითვალისწინებ იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია ჩემი ქვეყნის ინტერესის დასაცავად. გასაგებია, ბატონო თამას, ძალიან ცოტა დრო რჩება, ამიტომ აუცილებლად კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინდა თქვენი შეფასება მოვისმინო, ეს არის კოალიციის მმართველობის შეფასება. ანუ და 4 წლიანი და არადღიანი მოღვაწეობის შეფასება მინდა გთხოვოთ. რა გაკეთდა აი ამ ხნის განმავლობაში, რა ვერ გაკეთდა, რის გაკეთება შეიძლებოდა? საინტერესო ასევე, როდესაც იგივე თქვათ, ხალხს ხვდებით, საზოგადოებას ხვდებით, ამომრჩეველს ხვდებით, როგორ ესაუბრებით ნაწილობრივ როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი თუ ყოფილი ხელისუფლების ყოფილი წევრი. მაგალითად იგივე კოალიციის ერთ-ერთი ყოფილი წევრი შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებული თქვათ განცხადებები და კრიტიკით გამოირჩევა კოალიციის მიმართ. მე ვესაუბრები გუცბერად. არამც და არამც არ ვცდილობ ყველაფერი თუ რამე ცუდია გადავაბარო, ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებას და თუ რამე კარგია მივთვისო მე როგორც ზოგიერთი ჩემი ოპონენტი დაუშვათ იქაც აკეთებს იმ რეგიონში თუ რამე გაკეთებულა, უნდა პიროვნულად თვითონ მიიწეროს და თუ რამე გაფუჭებულია სხვებს. მე დღესაც ვრჩები ხაზგასმით და აღნიშნო და მთელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გასაგონად, რომ მე დღეს ვარ ისევ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარე. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ერთის ხრივ მიუხედავად როდესაც მე ვთხარი, რომ რადგანაც გავდივარ, ეს გეკუთვნით თქვენ უმრავლესობას ეს თანამდებობა და მე არ მაქვს პრეტენზია მასზე,
მათ მითხრეს რომ ისინი არ თვლიდნენ აუცილებლად ჩემს წასვლას და მთხოვეს დარჩენილიყავი და მე მათ მადლობა გადავუხადე და დავრჩი. არა იმიტომ რომ ჩემ პრინციპებს დაუპირისპირდი, არამედ იმიტომ რომ მე იმ საკითხებში რაშიც არ ვეთანხმებოდი ის ვქვი, მაგრამ იმ ნაწილში, რომელსაც მე ამ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს ვხმობ, პასუხისმგებლობას ვიღებ ერთის მხრივ, რაც ვერ გაკეთდა იმაზეც და მეორეს მხრივ, რაც გაკეთდა, რა თქმა უნდა, მათთან ერთად მე შემიძლია ამითი ვიამაყო კიდევაც. ასე რომ მე ამ ნაწილში არ გაუბივარ პასუხისმგებლობას, ხოლო რასაც კატეგორიულად მიუღებელია, ის რასაც აკეთებს ქართული ოცნება, ეს არის საგარეო პოლიტიკა და აბსოლუტურად მიუხედავად ჩემი უზარმაზარი პატივისცემისა თუნდაც ბიზინა ივანიშვილის მიმართ მე წამს შეიძლება ითქვას რომ წყალგამყოფით სწორედ ეს გახდა წამს ნამდვილად რომ ნატოში ჩვენი არათუხსნა არ არის ეს არის კატასტროფა მე ისა მიმაჩნია ასევე რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ წავიდა სწორად და ის კოჰაბიტაცია იყო დამღუპელი და თუ ამას პირველი ორი წელი ჩუმად მაინც ერთმანეთში ვამბობდით მე ეს თქვი ხმამაღლა და ესეც იყო გარკვეული ის იყო რა თქმა უნდა ისიც ის წვრთნები დაუშვათ რომელიც ახლა ალბათურმა თინამ დაიწყო და იქ განსაკუთრებით გამომწვევი ქმედებები მისი თავდაცვის მინისტრობის დროს ეს იყო კატასტროფული შედეგების მატარებელი შეიძლება გამხდარიყო ამაზე მქონდა მე ჩემი ისინი განსხვავებული და ამ ნაწილში კი ბატონო ვეთანხმები მაგრამ კიდევ ვიმეორებ ახლა არ მიეკუთვნები იმ ხალხს რომელიც ახლა ბიზინა ივანიშვილის ყველაფერს აბრალებს და ზოგი უშერის სიტყვებით ლანძღავს, არც იმას მიეკუთვნება, რომ ლიქნელობით მე მოვიპოვო. ახლა და ის გავიპრავო, ასე ვთქვათ, ჩემი ოჯახის წევრების ბიზნესები და გამოვიდა ვითომაც მე ვარ ერთგული. ვინ არის ასეთი შეგიძლიათ? ძალიან ბევრია ესეთებიც კაცო, რომლებიც არიან და ახლა ლიქნელობაში ეჯიბრებიან. ორი უკიდურესობაა, ზოგიერთი ერთია რომ ემლიქნელებიან და ვერ იტანენ. მეორეებია კიდევ რომელიც ლანძღით მოიპოვებენ მეორე მხარის კეთილგანწყობას და დაფინანსებას. მე არც ერთ მიეკუთვნები, არც მეორეს. მე ვცემ უზარმაზარ პატივს, თუმცა არის საკითხები, რომლებშიც მე მათ თქვენი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა და ამას უცველად და ამის მისი მტერი არ ვხდები. ძალიან დიდი მადლობა 20-30 შეკითხვებს თამაზ მეჭიაური პასუხობდა რეკლამის შემდეგ უკვე სოსო შატმირაშვილი შემოგვიერთდება. 20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება ბრალდებები შალვა ნათელაშვილს და ლეიბორისტულ პარტიას. რატომ საუბრობს სოსო შატმირაშვილი ლეიბორისტებსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის გარიგებაზე და რატომ აცხადებს შალვა ნათელაშვილის ყოფილი თანაგუნდელი რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა დიდი ქონება ბინძური გარიგები დააგროვა. სოსო შატმირაშვილი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს, მანამდე ბატონო სოსო თქვენი დამაყურებლის აყურადღებოდაც მინდა ვთქვა რომ ჩვენ ბუნებრივია დავუკავშირდით ლეიბორისტულ პარტიას და ვთხოვეთ მათ ნებისმიერი წარმომადგენელი მოსულიყო საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, თუმცა არგუმენტი იყო რეგიონული შეკრება, მათ თქვეს რომ მათ ჰქონდათ რეგიონული შეკრება, შესაბამისად ვერ მოახერხებდნენ სტუდიაში მოსვლას, ასევე ნაციონალურ მოძრაობა ბოიკოტის რეჟიმში აგერ უკვე რახანია და ისინი ზოგადად არ თანამშრომლობენ 20-30-თან და შესაბამისად არც სტუმრებს უშვებენ. ბატონო სოსო, ვიდრე საარჩევნო კამპანიაზე გკითხავთ, თქვენ ხმაურიანი ბრალდებებით გამოხვედით შალვა ნათელაშვილის მისამართი, ძალიან ბევრი ბრალდება გაისმა, არა მარტო დღევანდელ დღეს, არამედ მანამდეც ისმოდა თქვენი მხრიდან ბევრი ბრალდებები. დღევანდელ პრესკონფერენციაზე კი ჟურნალისტებს უკვე აჩვენეთ დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ლეიბორისტულ პარტიის ტელევიზიებში გაკეთებულ გადარიცხვებს უკავშირდება, მათ შორის არის რუსთავიორი, რომელსაც ამ დოკუმენტების, თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით ლეიბორისტულ პარტიას რუსთავიორში აქვს გადარიცხული 100,000 ლარი, ხომ? შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ეს არის საბიუჯეტო დაფინანსებიდან მიღებული თანხა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოიყენეს. თქვენი ბრალდების არსი რაშია? სწორედ ეს არის საინტერესო. ანუ ლეიბორისტულ პარტიას არ აქვს საჭიროებისამებრ დასაკუთარი თანხის გამოყენების უფლება? პირველ რიგში მოგესალმებით, შალვა ნათელაშვილი როგორც ყოველთვის ეხლაც ტყუის 10 საათზე, ღამის 10 საათზე, რომელი რეგიონალური შეკრება შეიძლება იყოს. რეგიონალური შეკრება შეიძლება იყოს დღის პირველ საათზე, დღის 2 საათზე, მით უმეტეს რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები ადრე უნდა დაბრუნდნენ თავის რეგიონებში, კვლავ ტყუის. ის კვლავ არიდებს ჩემთან შეხვედრას, ასევე არიდებს შეხვედრას ნებისმიერი ჩვენი პარტიის წევრთან, რადგანაც იცის რომ მას არანაირი არგუმენტი არ გააჩნია. შესაძლოა ვერ მოასწრეს ჩამოსვლა, თქვა თბილისში. კი ბატონო, დავანებოთ ამ ერთ ტყუილს თავი. ახლა გადავიდეთ მეორე ტყუილზე. რომელ საბიუჯეტო გადარიცხვებზეა ლაპარაკი? ამის გარკვევა შეიძლება ძალიან იოლად აუდიტის სამსახურის შემოსავლები და გასავლები უნდა ინახოს ლეიბორისტული პარტიის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტყუილია.
მას აქვს ჩარიცხული 100,000 და საჭიროებისამებრ თუ იყო ამის გამოყენება საჭირო, როდესაც ის ამბობს, რომ 100 წლის მოხუცებს მე 2000 ლარიან პენსიას ვპირდები, აი ეს 100,000 ჩაერიცხა მოხუცებულთა სახლისთვის, ჩაერიცხა ბავშვთა სახლისთვის, ჩაერიცხა საპატრიარქოსათვის, ან რაიმე ქველმოქმედება გაეკეთებინა. როდესაც ყველა ბიზნესმენს დაცინის, ყველა ბიზნესმენს ლანძღავს და აბა დააკვირდით მის რიტორიკას, როდესაც ტელევიზიით გამოდის მარტო ფულზე ლაპარაკობს. აი ნებისმიერმა ადამიანმა მითხრას თუ ეს ასე არ არის. ეს 100,000 გადაერიცხა ან თუნდაც დაეწყო მოხუცებულთა თავშესაფარის მშენებლობა. ერთ თავშესაფარს 100,000 ლარი ეყოფოდა. არა და არა, ისევ და ისევ რუსთავი 2-ს. ეს კიდევ ერთხელ პოლიტიკურ პარტია ზოგადად წინა საარჩევნო პერიოდში მით უფრო ბუნებრივია ჭირდება რეკლამა. პოლიტიკური რეკლამა მით უფრო ფასიანის საშუალება თუ ქონდა ლეიბორისტულ პარტიას, ბუნებრივია მათ ქონდათ ასევე იმის უფლება, რომ გადაერიცხათ თუნდაც რუსთავი 2-ისთვის ის თანხა რაც არის. უფლება როგორ არა აქვს ქალბატონო მაკა, უბრალოდ მე ვამბობ იმას, მორალურ მხარეზე ვლაპარაკობ, უფლება ნამდვილად აქვს. მე ვლაპარაკობ მორალურ მხარეზე, რომელი უფრო საჭირო არის ეგრეთ წოდებულ შრომელთა პარტიის ლიდერის მხრიდან გაკეთებული, რომელი უფრო საჭიროა ქვეყნისთვის, მოხუცებულს დაეხმაროს, გაჭირებულს დაეხმაროს, ყოველ კლიპშია ლაპარაკი, მათ მიერ გაშვებულ კლიპში, რომ ხალხს შია, ხალხს წყურია, ხალხს არ აქვს სწამლის ფული, ხალხს არ აქვს ექიმის ფული, ქველმოქმედება უფრო მნიშვნელოვანია, თუ რუსთავი 2-ზე, რომელსაც ისედაც არ აკლია ფინანსები, მის ანგარიშზე გადარიცხული თანხა. ეს ერთი. ბატონო სოსო. აუცილებლად უნდა გკითხოთ ესეც. ანუ შალვა ნათელაშვილი არის თქვენი კონკურენტი დუშეთი ყაზბეგი თიანეთის ოლქში. რატომ მიიღეთ საინტერესოა ეს გადაწყვეტილება? ანუ თქვენი გადაწყვეტილების მიზეზი კონკრეტულად შალვა ნათელაშვილი და მასთან არსებული დაპირისპირება ხომ არ იყო? ჯერ ამ თემას დავამთავრებ, რუსთავი 2-ის თემას. ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ჩემს მიერ არაერთხელ გამოთქმულ არამს თუ ვარაუდს, არამედ პირდაპირ ვაცხადებ, რომ ის გახლავთ დაქირავებული ნაციონალური მოძრაობის მიერ ნაყიდი და მათ ხელში არის იარაღად. რის საფუძველზე აკეთებთ ამ ტიპის განცხადებას? მხოლოდ ამ გადარიცხვის. თუნდაც აი ამ გადარიცხვის საფუძველზე. გარდა ამისა, აი ახლა შეკითხვაზე გპასუხობთ. მე დავაყენე ჩემი კანდიდატურა თიანეთის, დუშეთის და ყაზბეგის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად. თუნდაც იმიტომ, რომ მე დაბადებული ვარ დაბა ფასანაურში. მართალია სკოლა თბილისში დავამთავრე, მაგრამ დავიბადე იქ, იმიტომ რომ ჩემი მშობლები 22 წლის მანძილზე მოღვაწეობდნენ დუშეთის რაიონში და ჩემთვის ეს რაიონი არის მშობლიური, საერთოდ მთა, მშობლიური კუთხეა ჩემთვის. წარმოიდგინეთ რა ხდება. თითქმის ყველა პარტიამ დააყენა თავისი კანდიდატურა და დღეს ირკვევა, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ დაუყენებია კანდიდატურა, რომ შალვა ნათელაშვილს არ ყავდეს ერთი ზედმეტი კონკურენტი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და როგორც მთელი ნაციონალური აქტივი, რომელიც ძალიან ცოტაა პრინციპში, მაგრამ ვინც არიან, მობილიზებულია, რომ სანდრა რულოვსი გაიყვანონ მაჟორიტარ კანდიდატად ზუგდიდში, 100-ია მთელი ნაციონალური მოძრაობის აქტივი მობილიზებული, რომ შალვა ნათელაშვილი გაიყვანონ დუშეთში. გარდა იმისა, რომ თქვათ ნაციონალურმა მოძრაობამ არ დააყენეს საკუთარი კანდიდატურა, ან მათ გააკეთეს ოფიციალური განცხადება, ან კულუარულად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მათ არ დააყენეს კანდიდატურა შალვა ნათელაშვილის სასარგებლოდ. მაგა თქვენ ან ნაციონალები და ან შალვა ისეთი მიამიტები გგონიათ, რომ მათ პირდაპირ განაცხადონ, რომ აი მაგალითად ოცნებამ გააკეთა ესეთი განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ოცნების თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა პირდაპირ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ სალომე ზურაბიშვილს არ უყენებთ კანდიდატს. ანუ ფაქტიურად ქართული ოცნება მხარს უჭერს კონკრეტულ ოლქში სალომე ზურაბიშვილს. როგორ გონიათ ახლა ან ნაციონალური მოძრაობა, ან შალვა ნათელაშვილი ამ განცხადებას გააკეთებენ? თუ შალვა ნათელაშვილი მართალი კაცია, მოვიდეს, დამიჯდეს, შვიდად, წყნარად ვიკამათოთ, მაგრამ მე გარწმუნებთ, ისე ჩამთავრდება ეს საარჩევნო კამპანია, რომ ის მე ახლოს ვერ გამეკარება, რადგანაც მე მაქვს კომპრომატები, რომელიც აქვს ნაციონალურ მოძრაობას მასზე. მეც გამაჩნია ის კომპრომატები. რა ტიპის კომპრომატებზე საუბრობთ? ეს ის კომპრომატებია მასთან თანამშრომლობის, მათი თანამშრომლობის ამსახველი ვიდეო ლეიბორისტული პარტიისა და ნაციონალური მოძრაობის პარტიაზე შალვა ნათელაშვილის მე ვერ გეტყვით ნამდვილად რომ გუგავა თანამშრომლობს ნაციონალურ მოძრაობასთან ან ვინმე სხვა, თუმცა იქ პოლიტიკოსი გუგავას მეტი არავინ არ არის, არ დარჩა არც ერთი პოლიტიკოსი. მე ვერ გეტყვით რომ ვინმე სხვა თანამშრომლობს, მაგრამ შალვა ნათელაშვილის და
ნაციონალების თანამშრომლობის კომპრომატი მასალა მე მაქვს, მაგრამ ეს მასალა ეხლავე გეტყვით, ეს მასალა ვერ ნახავს დღის სინათლეს მის ზურგს უკან. მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვამზაურებ, თუ ის მე შემხვდება. მე ზურგს უკან ასეთი საქმეების კეთება არ მჩვევია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაჯდეს ჩემთან ერთად პოლემიკაში და მე მაყურებელს, ამომრჩეველს დაუმტკიცებ, რომ ისეთი ადამიანი, რომელიც თავის თავს პოლიტიკოსს უწოდებს, შალვა ნათელაშვილი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს. მას აქვს საკმაოდ დიდი ქონება შეძენილი და მიხედოს ამ ქონებას და განსხვავებაში გაატაროს თავისი დარჩენილი წლები. რა ქონება ბატონო სოსო, საინტერესოა, ან რა მასალას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ თქვენ გაქვთ კონკრეტული კომპრომატი და იმ შემთხვევაში თუ შალვა ნათელაშვილი თქვენ პირისპირ დაგიჯდებათ ამ კომპრომატს გაასაჯაროებთ. კი ბატონო, მე მაქვს ძალიან ბევრი კომპრომატი, მასალა, რომელიც შექმნილია ნაციონალების მიერ. მე ხო ვერ შევქმნიდი ფარულ ჩანაწერს ვერ გავაკეთებდი, დოკუმენტებს ვერ შევქმნიდი. ჩვენ გვახსოვს დაახლოებით ფარული ჩანაწერი? კი, მე ხო ვერ გავაკეთებდი ფარულ თვითონვე ნაციონალები, სხვათა შორის ნაციონალები ძალიან ვერაგები არიან. ვისთანაც ისინი თანამშრომლობდნენ, ყველაფერი აქვს გადაღებული ვიდეო კადრებზე. თუნდაც გაიხსენეთ ნავერწელეს საქმე როგორ არისო, კობა დავითაშვილის საქმე გაიხსენეთ. თავისივე ხალხს, თავისივე პარტიის წევრებს, მათთან მოთანამშრომლი ადამიანებს უღებდნენ ფარულ კადრებს, რომელიც ჩვენც მოხდა თქვენს ხელში ეს კადრები, შეგიძლიათ მე. ჩვენც მოგვაწოდეს. ვინ მოგაწოდეს? ნაციონალებმა. მოგვაწოდეს, მე ვერ გვარს და სახელს. ვერავითარ შემთხვევაში მე თქვენ გვარს და სახელს ვერ დაგისახელებთ და არც ეს კადრები არ ნახავენ დღის სინათლეს, თუ შალვა ნათელაშვილი არ დამიჯდა პირდაპირ ეთერში. თუ მას ამ კადრების გამომზეურების არ ეშინია, მაშინ მოვიდეს და დამიჯდეს. მაგრამ ეს გამორიცხულია, ის ამას არ გააკეთებს და მე ძალიან კარგად მიცნობს, მის ზურგს უკან მე ამ კადრებს არ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ძალიან მნიშვნელოვანი ბრალდება, რომელიც თქვენი მხრიდან გაიცმა შალვა ნათელაშვილის მისამართით, ვლადიმერ პუტინის, მედვედევის, იოსებ კობზონის და ვლადიმერ ჟირინოვსკისთვის გაგზავნილი წერილებია. შეგიძლიათ გითხრათ რა წერია ამ წერილებში? ან მის პუტინთან გაგზავნილი წერილი, აი მედვედევთან გაგზავნილი წერილი. რა წერია ამ წერილში? აი ივანოვთან გაგზავნილი წერილი, ეხლა მოგახსენებთ რა წერია. ყველა წერილს ახლავს აი ესეთი თანმხლები წერილი. სადაც მოთხრილია ამერიკის შეერთებული შტატები როგორც სახელმწიფო. და აქ წერია, რომ შეერთებული შტატები ცდილობს ევრაზიის ხალხები დაიმონოს, ევროპის, დასავლეთ ევროპის ხალხები, დაიმონოს აზიის ხალხები და საბოლოოდ დააჩოქოს რუსეთი. ამიტომ თხოვს რუსეთის ხელისუფლებას მიმიღეთ. შეგიძლიათ მითხრათ, რომელი წლით თარიღდება ეს? 2006-2007 წლით. ეს ის წლებია, როდესაც შალვა ნათელაშვილმა დაიწყო ვაშინგტონში ვიზიტებით სიარული და ამერიკელებს უმტკიცებდა, რომ ის არის პროამერიკელი. როდესაც ის ძალიან დაუახლოვდა სენატორ მაკკეის, სენატორ ლუგარს და დღესაც აგრძელებს იქ სიარულს. ყველაზე ბნელ ძალას ამერიკის თქვენ იმ პერიოდში პარტიის წევრი ბატონო. დიახ, პარტიის წევრი ვიყავი და საქმეც იმაშია, რომ თქვენთვის ცნობილი. საქმეც იმაშია, რომ ჩვენ მაშინ შალვა ნათელაშვილი გვიმტკიცებდა, რომ ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ასეთი, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი, საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველო უნდა იყოს პროდასავლური ქვეყანა და ზურგს უკან რუსებს უმტკიცებდა, რომ ამერიკა არის გახრწნილი. ბატონო სესო, რატომ უნდა დავიჯეროთ თქვა ამ წერილების რეალობა, გულისხმობ ავთენტურობა, ეჭქვეშ არ დაგიყენებიათ, საიდან გაქვთ, ანუ ეს გადმოგვცა ნათელაშვილის მაშინდელმა პრესსამსახურის უფროსმა, რომელიც წავიდა შემდეგ ნათელაშვილისგან, თუმცა ჩვენთვის ეს მანამდე არ გადმოუცია, სანამ პარტია არ დავტოვეთ. როდესაც დავტოვეთ პარტია, მაშინ გადმოგვცა და როდესაც უთხარი, რატომ მანამდე არ გადმოგვეცი, მეთქი, მან ესეთი პასუხი გითხრა, მანამდე რომ გადმოგვეცა თქვენთვისო, თქვენ მაინც არ დაეჯერებდით ამასო. და თქვენგან მივიღებდი შეურაცხყოფასო და სადღაც მართალიც არის, ჩვენ იმდენად გვჯეროდა, იმდენად გვწამდა შალვა ნათელაშვილის და არა მარტო ჩვენ, მთელ ხალხს იმდენად ჯეროდა და იმდენად წამდა ნათელაშვილის, რომ მარტო ქალაქმა თბილისმა ის სამჯერ შეიყვანა თბილისის საკრებულოში, ჩააბარა ქალაქი თბილისი, ჩააბარა ქალაქი ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი, თითქმის ყველა საკრებულოში უმრავლესობა მოვიპოვეთ და ის არც ერთხელ არ შესულა თბილისის საკრებულოში როგორც საკრებულოს წევრი.
რა იყო ამის? ან თქვენ რა პასუხს იღებდით? მე მახსოვს ის პროცესები, რაც იმ პერიოდში ვითარდებოდა, მახსოვს რა განცხადებებს აკეთებდით. კონკრეტულად თქვენ, ანუ როდესაც შიდა პარტიული თათბირები იყო, როდესაც საუბრობდით ერთმანეთში, რა პასუხს იღებდით იმ პერიოდში შალვა ნათელაშვილისგან, აი ამის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით? თუ ეს იყო შეთანხმებული გადაწყვეტილება. თბილისის საკრებულოსთან მიმართებაში. ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება. შალვა ნათელაშვილი საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ მე მასთან დაპირისპირებული ვარ პოლიტიკურად, თორე პირადული მე მასთან არაფერი არ მაქვს დასაპირისპირებელი. ის გვეუბნებოდა. მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან ნიჭიერი, თუმცა იმპულსური არის, მთლად დალაგებული ვერ არისო, აი ესე ამბობდა. პარლამენტში კიბის მოაჯირზე ჩამოსრიალება, იუსტიციის მინისტრის დროს ჯარისკაცების დაყენება იუსტიციის სამინისტროს შენობის წინ და სხვა ათასთან იმპულსური პიროვნება არისო. მაგრამ მას ყავს ძალიან ძლიერი ლობი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იგივე ამერიკელი ქორების, მაკკეინის, ლუგარის, ბუშის და სხვათა სახით. ამავე დროს ამერიკელი მილიარდერი კერ კირკორიანი იყო მისი აღზრდელი, სააკაშვილის აღზრდელი და დამფინანსებელი. ეს ბიჭი მიდის ძალიან სწრაფად ზიაღმავალ კიბეზე. მოდით ჩამოვაცილოთ პოლიტიკას, ჩვენ ვართ უმრავლესობაში, თბილისის საკრებულოში, ჩამოვაცილოთ დიდ პოლიტიკას, დაუთმოთ საკრებულოს თავმჯდომარეობა და გავხადოთ კანალიზაციის, ლიფტების, სახურავების და ასფალტების დირექტორი, ასფალტების უფროსი გავხადოთო. ამას ისე კარგად გვიფუთავდა, კიდევ ერთხელ გიმეორებ, ნიჭიერია, მას აქვს უფლება, რომ ნებისმიერი ადამიანი მოატყუოს და მთელი თბილისი და მთელი საქართველო მოატყუა, როდესაც უმაღლეს რეიტინგზე იყო ლეიბორისტული პარტია. ჩვენ დავიჯერეთ ეს, მხარი დაუჭირეთ სააკაშვილის კანდიდატურას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. სანაცვლოდ მთელი ჩვენი აქტივისტები, რომლებიც მუშაობდნენ, იღწოდნენ იმისათვის, რომ ლეიბორისტულ პარტიას გაემარჯვა, უნდა დაესაქმებინათ სამსახურებში, საქალაქო სამსახურებში. უცებ ეს გადაწყვეტილებაც შეიცვალა და მან გითხრა, რომ მოდი დავანებოთ თავი, არ გვინდა სკამები, არ გვინდა კაბინეტები, მოდი ჩვენ შრომელთა პარტია ვართ, მუშათა პარტია ვართ, ლეიბორისტული პარტია მუშათა პარტიას ნიშნავს, მოგეხსენებათ, დავანებოთ თავი, არ გვინდა ვიყოთ პურიტანები, ნუ მოგვემსახურება პერსონალური მანქანები და ასე შემდეგ და უჯერებდით ახლა სკამებისკენ მიდრეკილება არ ჩვენ არ გქონდა მაინც და მაინც უჯერებდით მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ყოფილა ბიზნესის საარჩევნო სიასთან დაკავშირებით უნდა გითხოთ ბატონო სოსო თქვენი ერთ-ერთი ბრალდება საინტერესო იქნებოდა შალვა ნათელაშვილის პოზიციის და მისი განმარტებების და აზრის მოსმენა თუმცა მათ ვერ მოახერხეს მოდით ასე ვთქვათ სტუდიაში სტუმრად მოსვლა თუმცა იმედი მაქვს რომ მოახლოეს მომავალში მას ვნახავთ ჩვენთან სტუდიაში ნათელაშვილს ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ხელახებით არაფრის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია კი ბატონო საარჩევნო სიაში ადგილებს ყიდი და შალვა ნათელაშვილი ასეთი არის თქვენი ერთ-ერთი განცხადება. რის საფუძველზე აკეთებთ თუნდაც ვთქვათ აი ამ განცხადებას? ამას არც მალავდა შალვა და სხვათა შორის არც ჩვენ მალავდით. და ნურც ერთი პარტიის ლიდერი ნუ იტყვის, რომ სიაში არ წერდნენ ბიზნესმენებს, რომელიც შემდეგ აფინანსებდა პარტიებს. მე ამაში ცუც ვერაფერს ვერ ვხედავ. მაშინ, როდესაც პარტიას არ აქვს ბიზნესის წარმოების უფლება, არ აქვს ქთამის აღების უფლება, როდესაც ხელისუფლებაში მოდის, ან თუნდაც კოალიციაშია და პოსტები უკავია. რა თქმა უნდა, ქთამი არავინ არ უნდა აიღოს. აბა საიდან უნდა დაფინანსდეს საარჩევნო კამპანია, რომელიც დაახლოებით მილიონი ლარი მაინც იჯდება, ეს მინიმალური თანხაა. ეს მიღებული პრაქტიკაა საქართველოში, რომ წერენ ყველა პარტიები, თითქმის ყველა პარტია ბიზნესმენს, რომელიც შემდეგ აფინანსებდა საარჩევნო კამპანიას. იგივე ხდებოდა ლეიბორისტულ პარტიაში, ოღონდ ბოლოს ამან მიიღო საშინელი გაუკუღმართებული სახე. რას გულისხმობთ გაუკუღმართებულ სახეში? გულისხმობ იმას, რომ 2008 წელს ჩვენ სიაში მოხვდა ვინმე თედორაძე, რომელიც ჩვენთვის ცნობილი იყო როგორც ნაციონალებთან მოთანამშრომლე ყოფილი ლეიბორისტი და პარტიიდან იყო გარიცხული. ჩვენ და გასაკვირად მოხვდა სიის მეოთხე ნომრად ეს ადამიანი და როდესაც ვკითხეთ რომ საიდან რა დამსახურებისთვის, მან პირდაპირ თქვა, ეს არის ბიზნესმენი, მთელი სამხრეთ საქართველოს გაზიფიკაციის მეპატრონე, ანუ ბიზნესმენია და ის დააფინანსებს ჩვენს საარჩევნო კამპანიას. ამის საწინააღმდეგო რა თქმა უნდა, არაფერი გქონოდა, რომ არა ერთი გვექნებოდა, რომ არა ერთი ნიუანსი, ის გახლავთ ვანო მერაბიშვილის ნათესავი. და კიდევ ერთი
აი ამ 2008 წელს აღებული თანხები მან მიითვისა, არ დახარჯა, არ მოახმარა საარჩევნო კამპანიას, მიითვისა და დაიწყო მისი გავახშება. მოგეხსენებათ ჩვენ ვამხილეთ ის მევახშეობაში, ვამხილეთ ის სიის გაყიდვაში, ვამხილეთ ის ნაციონალებთან თანამშრომლობაში, დავიბარეთ პოლიტკომიტეტის სხდომაზე, შევადგინეთ აი ეს ოქმი, გსურდა მისი პასუხების მოსმენა და აი ამ ოქმში წერია, რომ ის არ გამოცხადდა. თვითონ პარტიულ შეკრებაზეც კი გვემალებოდა და შემდეგ საერთოდ გვემალება, აი დღესაც გვემალება. და მე მინდა ამომრჩეველმა იცოდეს. როდესაც თქვენ შემოხაზავთ ლეიბორისტულ პარტიას, ძვირფასო ამორჩეულებო, იცოდეთ, რომ თქვენი ხმა მიდის ნაციონალური მოძრაობის უკან დასაბრუნებლად. მართალია ეს ძალიან ცოტაა, ძალიან სუსტია ეს ელექტორატი, თითქმის გაცამტვერებულია, მაგრამ მაინც მინდა იცოდეთ, არ მოტყუდეთ ეს ხმა, რომელსაც თქვენ აძლევთ შალვა ნათელაშვილს, ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს. ბატონო სესო, ძალიან დიდი მადლობა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში თქვენ უკვე სტუდიაში შალვა ნათელაშვილთან ერთად გნახავთ. ნაციონალური მოძრაობა ისე ბოიკოტის რეჟიმშია და შესაბამისად მათი პასუხი არის ის, რომ ისინი არ მოვლენ სტუდიაში არასდროს ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში სტუმრად. იმედია რომ მათ პასუხებსაც ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებს პასუხებსაც მოვისმენთ და ასევე თქვენ საარჩევნო პროგრამაზე წინასაარჩევნო პროცესზე. ერთს დავამატებ მხოლოდ. ისმენთ ძალიან მოკლედ. არა, მარტო ერთ წინადადებას. მე მზად ვარ. რუსთავი 2-ზე დავჯდე შალვა ნათელაშვილს. მის საყვარელ რუსთავი 2-ზე დავჯდე, ამაზეც მზად ვარ. მეტი რა შეიძლება რო გავაკეთო. თქვენი მხრიდან შეთავაზებაც გაკეთებულია. ძალიან დიდი მადლობა 2030 შეკითხვებს. სოსო შატბერაშვილი პასუხობდა, ასეთი იყო 13 სექტემბრის 2030 ყოველდღე 24 საათის განმავლობაში. რეპორტაჟების და დღის ყველა სიახლის ნახვის საშუალება გაქვთ საინფორმაციო სააგენტო 2030-ის გვერდზე 2030.news. მე მაკაცინცაძე ვარ, ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.